ლაილაი კლაო თქვენთან ერთად არის. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიყურავთ წინა გადაცემას. აჩი არველაძეს და რა ვიცი, გამომწერებიც მოგვემატა, კარგი ჯიგარი კომენტარებიც და ვთქვით, სუკაი სტუმრები მოვიყვანოთ. რაც ადვილი არ არის. დღეს ერთ-ერთი უკარგესი სტუმარი ყავს. ჯეოტიმი, საბა, რა ვიცი, აი ყველა იცნობთ ამ კაცს და მინდა შექებით დავიწყო მართლა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ეგ არ არის გულაობა, ეგ არის შრომა დიდი, თან დიდი кайფიც რა, რომ ეგეთ სიტუაციებში ხარ. ხო, არა, ეგ ვის არის? მე მთელი ცხოვრება მაგას ვამბობდი ხოლმე რა. მე ისე გამიმართლა მეთქი, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებ მეთქი. ფულსაც კარგად მიხდიან, ლიგის ფინალებზე ვიარ. ეგ მაგას დიდი кайფი არის და შეთან ახალგაზრდაგან შექებით მინდა დავიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თქვა შეიძლება რაღაცა ხანდახან არ მოგეწონოს ადამიანს და გახსოვს ალბათ რომ წერდი კიდევაც რომ მეგობრულად რა, ეხა ვიწყებდი მაშინ რომ ესე არა ისე და შენ ჯიგრულად ფულებს და ხელებს მიგზავნიდი. ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართველი იუთუბერი, ანუ ერთ-ერთი პირველი იყო. ჩვენი ფაბრიციო რა. ხო რა. ეგ თავისთავად, მაგრამ ვინც დაიწყო პირველად? YouTube ერთ-ერთი იყავი. YouTube ისე მაგრად აი თქვენს მიხვდებით რას გეტყვით რომ პირველში მადლობა ესეთ სიტყვებისთვის და ვისგან. არა, ჯიგრულად ეხა სიმართლეა ზო. მე ანუ კომენტარებზე რაღაც არ მოგწონს, ანუ არის რა, ყველაფერი ვერ მოგეწონება. ანუ ყველაფერი თუ მოგწონს ატყუებ რა, მაშინ აი უნდა ატყუებ პირფერობ და ანუ მე პირით ვიჯგებ იმას რომ რაღაც არ მოეწონს, მე ვხვდები რომ ყველასთვის მოსწონს რაღაცას ვერ გავაკეთებ რა და შანსია. ანუ არ არსებობს. ყველას მარტო მონიკა ბელუჩი მოწონს. მაგაზეც იტყვია რაღაცას. აი ყველაზე ის არის რა ქვია, მაგარი ფრაზა რომ ანუ ღმერთი იესო ქრისტე არ მოწონდაო ყველასო და მოურინიო თქვა იმახსოვს. არა, მაგაზე არც უნდა იფიქრო ეხლა, მაგრამ შენ ბიჭო ახალგაზრდა ხარ, აი მე YouTube-ის თემას მინდა რომ შევეხო რა. აი ამ შოუმასტებს, კარგ სტუმრებს ცდილობთ მოიყვანოთ. ეგ რო თქვი და ეხლა აჩის მერე ჩემი სტუმრო რაღაც ძალიან ისეთი პატივია. ბიჭო, უყურე, ყველას თავის საქმეში არის მაგარიც, ნუ შენ საქმეში ნიშა დაიპოვე და გიჭირავს ისეთი ნიშა, რომელთანაც ჯერჯერობით ახლა ვერავინ ვერ მივა. მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში რა. ხო, ჩადიხარ შიდა სამზარეულოს გვაცნობ, გვიყვები. ეხლა თან შენ იქ იყავი, რა ქვია, საფრანგეთში იყავი. მე თან კაიხალი ხო, ორი კვირა ვიყავი. ბიჭო, გულიაშვილი. აბა ერთი ჩვენი ბიჭის ამბები ფრანგულით ამბადასავლები. დავიწყე, აი ამ YouTube-ზე მინდა და რაღაც ხო, კაცო, იგი დრომა. ჩვენ ახლა გვიტრაგები ხოლმე არასთითო და დღეს გასწით. მანამდე ჩვენი ჯიგარი უნდა თქვა, ჩვენი სპონსორია. ჩვენი სპონსორია ჯიმშერი მეგობრებო, ჩვენი ძმა და მეგობარი ლაილაის და ჩვენ ვიმყოფებით 77. ხო, დიმა 77 ნომერი კოსტავას ბილი ბარკსის 77-ია? აუ, არიცო და ორი გადაცემა თუ სამი ზედიზე 77-ს. ხუჩას მას ყოფილა, ხუჩას მან. ხო, გიჟი ვარ ხო და მაგარი გარემოა და ნახე რეები მოგვართვეს შესანიშნავი ლუდი. კაი, საბა ვიდი განაგძე. ლაიქ. YouTube-ის ამბავი, ჩემი აზრით ძალიან აი ამ ხალხს შევმასწრებთ და არ არის მარტივი, ალბათ ყველა ვისაც YouTube-თან აქვს შეხება. ყველაზე რთული არის YouTube-ზე ნახვების და გამომწერების მოპოვება. YouTube-ი რო დავიწყე თავიდან 2021 წელს გავაკეთე, როცა ჯეოტიმ საერთოდ დამოუკიდებელი წამოვედი, ანუ ყველა სამსახურეზე 21-ში რა და ჩაუწერე კეცმა, ჩაუწერე იქ ოქრი, კვიპროსში ვიყავი, მე კაშოსთან ვიყავი, ჩასული ექსკლუზიური ინტერვიუ. აი ყველაფერს აი ელოდები ხა სპონსორებს თხოვ, აი ემუდარი, მართლა ძალიან აი კაპიკზე რო აწებ და აი ჰოსტელში რო რჩები, რომ კაპიკზე აწებებ და იმის იმედად რომ ეხლა ეს ვიდეო დაწერს ნახვებს და ის სპონსორთან მამაყაც წარსგები, რომ აი კაი შედეგები. და ჩამოდიხარ და ჩაუწერე, აი წარმოდეთ და გაძლევს ფულს, ჩაუწერე კეცმა 15,000 ნახვა, კაშო ჩაუწერე 12,000 ნახვა და ფიქრობ რომ აი იცი რა მგონი არასწორ ადგილას ვარ რა, იმიტომ არასწორ ადგილას რომ ამხელა ამდენი და ვიდეო მქონდა ჩაწერილი სტორიში მე რომ აი სულ მეუბნებით აქ წადი, გინდას უყურო რაღაცას და აი კაშოს და კეცმას თუ არ უყურებ თქვათ, აბა რას უყურებ თქო კითხვა გამიშთა კეცმა რომელიც სულ აქტუალურია. სულ იცი რა კეცმა აი ზუსტად ბოლო ალბათ 3 წელს გააკეთა ინტერვიუ, თორე 2021 წელს აი ჩვენ ძალიან გვიჭირდა ხოლმე მოყანა და ისა კი აი უკვე ფიქრობ რომ აი არ იცი რა, იმიტომ რომ ეს ფულს აღარ მოგცემ სპონსორი რასაც თქო და აი უცხოეთ წასვლა აგიაფი არ არის და აი ძალიან შემთხვევით გავაკეთე ვიდეო შოთ არალაძის ვარჯიში მიკროფონით. არ ვიცი, გემახსოვს. კი, როგორ არა, კაცო, ბავშვებს რო ელაპარაკება. 35-ე სკოლაში. 35-ე, ხო. ეს იქ თუ მოხდა, თუ მეკითხე, ეს გავხსო.
და იცი რა პერიოდია ზუსტად აი კაშოს ინტერვიუების მერე უკვე ცუდ ფიქრებში ვარ და 3 დღეში ეგრევე 100,000 ნახო. და აი მან მივხვდი და კარგად წავიდა მართ ამერიკიდანაც მეორე ნაწილი და როგორ მიხვედი ხო ეს ეგ ბიჭო რთულია რა დაითანხმო თან ეხა მიუხედავთ იმისა რომ კომფორტულია და მაგ შემთხვევაში ალბათ იდგა იქ ბრუნავდა და იღებდა რა ეხა როგორ ძალიან შემთხვევით რა მოკლედ ვიცოდი 39 სკოლაში მისულიყო და ჩემი კამერამენი უნდა წასულიყო გადაიღო ეს კადრები რა და მითხრა რომ წამოდიო შენცო რა და მეთქია მეზარება მეთქი რა იმიტომ რომ იმედიც არ მქონდა და თან შაბათით უკვირა იყო და შაბათ კვირას მე სახლიან თითქმის არ გავდიოდი იმიტომ რომ ჩვენი ლეგიონერების თამაშებია ანუ არ არსებობს აი შაბათი ჩემი ძმაკაცებიც აი დასწავლებიც გეტყვიან რომ მეგობრებიც საათს არ უნდა წავდნენ მე შაბათ კვირას ხელმიუწვდომელია ხელმისაწვდომი არ ვარ იმიტომ რომ რაღაც გოლი იქნება ასისტით რაღაც ხუთი თამაში ერთად აქვს გახსნილი რა და უნდა უყურო რომ რაღაც რომ მოხდეს არ გამომეპაროს რა რაც მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობრების უმეტეს ნაწილს შაბათკვირას ცალია და ძირითადად შაბათკვირა არის განტვირთვის პერიოდი რა. და წამოდი რა, ეხა იცი რაღაც რომ დამჭირდეს რაღაცა, არ ვიცნობ არავის და წავედი და მიკროფონები წავდა გზაში ვფიქრობ რა რომ აი უბრალოდ იმიტომ რომ მანამდე მქონდა ნანახი რუბინს მქონდა გაკეთებული ხვიჩას გამო უყურებდი რუბინის ვიდეოს სლუცკიზე მქონდა ეგეთადაც გაკეთებული მაგრამ აი ძალიან გამისწორდა რა ის ძალიან საინტერესოა აი სლუცკის ისეთი ისაა რა ტიპი თანეს როგორი ლაპარაკი იცის ეხა ვარჯიში მივედი და იქ ვამოფრაი უბრალოდ აი მიკროფონი რო გაგიკეთოთ თქო რა და კაი რა გაზეთ წამოვიდოდა კაცო პრობლემა ისეთი მაგარი გამოვიდა, აი ისეთი მაგარი, თან ერთი კამერით იყო გადაღებული და რაღაცა და ანუ აი ყველგან ალბათ ზიარდებოდა ეს რაღაცებს ეუბნებოდა. მიკროფონი მაგაც არ უნდა გავუკეთო ხო იცი? ნაკრების ვარჯიშზე ან დინამო. აი მან არ უნდა გავუკეთო, იმიტომ რომ ისეთი ციცაკიანა. ბავშვებთან ეხა ჯიგრულად იმას იდავდა. ეგეთი მე დინამოსთანაც გააკეთე მახსოვს და იყო ბაზაზე და ანუ აი იმის თქმა უნდა ამ YouTube-ზე რომ აი ერთი მომენტია რაღაც რა რომ არ არის მარტივი ხო ნახვების აგროვება შეიძლება ქონდეს იმედი რომ 100,000 ნახვი აქვს, მაგრამ აი ის დიდი ნახვები, აი რაც ხალხს წარმოდგენილი აქვს, რომ აი უნდა ქონდეს 200,000, 150,000 ნახვა. წამოსული არის იცი რა პერიოდიდან პანდემიის რო სახში რო იყავდი, გინდა არ გინდა უყურებდი ხო, არაფერი არის. შენ ამ ჩვენებზე, ამ ბიჭებზე ვისთანაც ჩადიხარ და ეს ფედერაციის გარეშე გადიხარ, მე როგორც ვიცი. ფედერაციასთან აი არაფერი კავშირი. არა, ამ მათი ჩვენ ხა რო გვინდა მოყვანა ტელევიზიაში ვთქვათ. და თუნდა სულ ეპა ფედერაციაში უთხრა. არა, ეგ გააჩნია თუ ნაკრების თუ აქ არიან. ეხა იქ რო ეხება, ისე თუ და კლუბთან. ეს ან კლუბი უნდა ჩააყენოს საქმის კლუბში. ნუ მიწერ, თუ რა შალიჩო? ბიჭები მიმაშვებიან. თვითონ გიხმარებიან, ხო, მაგას. მომისმენე, პიარიც არის და ჟურნალისტიკაც ეგ, მოდი ესე ვთქვათ რა. არა, პიარი საჭიროა, მოუ ეხა. მე რა მივწერო იმას გუნდს, ნაბისვეში ხო მე მიდის ის ფეხბურთელთან და ეუბნება რომ ამან მომწერა და ხო, სოფოდას თუ ფეხბურთელი პირდაპირ ჯობია იმისგან გადახვიდე. და მე ვიხარ რომ მიდის პირველად ჩაკოე ან რა ვიცი ზუკა ან მამარ და ვიღაც რომ ჩემი მეგობარი მოგწერს ჩემი მეგობარი მოგწერს უარს აღარ გეუნებია. ხო, იმიტომ რომ იმისგანაც მოიგებენ ხა დამოკიდებული. იცი რა, გოლს გინდა არ გინდა, მაინც დღეს ისეთ პერიოდია, გოლს და საგოლე პასტა სეივს ფეხბურთელის ნახავს ყველა. ნუ ხელმისაწვდომია მაინც. ჩემი მიზანი ახლა რო თქვი პიარი, ჩემი მიზანი მაინც ის არის რომ ჩემი ეს ურთიერთობები გამოვიყენო იმისთვის, რომ ამ ფეხბურთელების პირადი მხარე დავანახო რა ხალხს და გონია რომ ფეხბურთელი რომ აი ფეხბურთელს რომ პიროვნულად უწყებ გულშემატკივრობაზე რო გიყვარს მე სხვანაირად გულშემატკივრობ იმ გუნდსაც რა პიარი რა ცუდი კი არ არის ხა ვერ გავიგე პიარზე არის მთელი სოფლიო და ქვეყანა დღეს ჩვენი დგას მაგაზე და ხო ყველა საინტერესებს ეხლა თქვა ჩვენ ახლა ხო ვიყავით სახალხო ტელევიზია მაინც ხო იცი ცოტა მძიმე თემა არის რა YouTube უფრო ადვილი არის უფრო გასწრაფად მოდიან ახლა ბევრი ტელევიზიაში არ მოდის არა მიშლობა არა არხი და რაღაცა აი YouTube-ზე უფრო თავისუფლად არიან და ის არის რა ქვია თვითონ აი გახსნილი თავისუფალი უფრო YouTube-ზე არის რა. ანუ YouTube-ზე ცენზურა არ გაქვს და შენ თან რა სლენგიც მოსულა აქ რა. აი მაგალითად იქ ვერ იტყვის რა რაღაც. აი ხო დაჟე და რაღაცებს იქ უჭირენ. კი და მე ფიქრობენ და იწყებენ თავანკარა ქართულის დაალაგებას გონებაში. ეგეც შენ არ გაგიჭირდა აქაც თავანკარა ხარ, იქაც თავანკარა. შენ თავანკარა ქართული. ხო და ამის კი პირველი ქართული ვიცი. არა, არ ვსვავ შენ. ცოტა და საჭესტა ნუჟი მოტავ მარტო სვავს. მიუმართავ პატრულს და ჩაივით. 10 ხილს. 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 10
ებად ლაივი არ არის დებილი. ეს გავაპარასკევს და მე დღეს სადაც უნდა იქცავა. ეს ტელევიზიის იმიდან არის მე მგონი. ტელევიზიის ამას რატო არ უცხო და ანის დალიანი. აი გინესი მოგვართეს გადასარევიდოდია და ბევრი ეკრანებია აქ რო იცოდე და ნებისმიერი არის დამოთვალებინებ შეჭი. მე მინდოდა დამესწრო შენთვის. და ეს არის აი დიმას რო უყარს აი ფეხბურთელივით გემრიელი. მოდი ყველაზე ცხელი თემით ვიმასხნათ ეხა. ეხა მე წაგან გითხარი რა ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად რომ ერთი ყავს მეთქი ტოპ ამბავში. ყვარა რა, ანუ ლიგა, იქ ჩემპიონი გახდება ესა და დანარჩენს უწყვალებაში ვარ ძირითადად, აი გავასავარნი ზონები და ასე შემდეგ რა და. მოდი ყვარათი დავიწყოთ, მართლა ეხა შენ ხვიჩასთან ამყოფი ხარ, რავი, ნეაპოლში ბერჯერ იყავი, ხო? პარიზში. პარიზშიც იყავი. ხო არა, პარიზში იყავი. აქცენტი ფრანგული. სამჯერ უკვე. ანუ რაღაც ჩამოდიოდი, ეხლა ხან გადავიდა და რა დადიხარ რაკეტიკი და დარჩენილი იყავი ბარი. ხო, აი ზოგადად პარიზში კი არა, იქით. ანუ 2-3 კაცი თუ დაემატა სადღაც აი ნეიტრალურ ზონაში სახლი უნდა ვიქირაო. ვიქეცო გადავიდა. ხო არის ბიუროები, ხო არის ხალხი ის ცხოვრობს და იქიდან მუშაობენ. აი ეს აიყვანე თუ ვინდა მომაცილე დაიმატე. ანუ ერატრევა მე. კი, მე ჩამო. ხო და მოდი კვარათი დავიწყოთ რა. ეხა გუშინ ხო იცი ყველა ეს ნეაპოლი ბარომეტრივით არის რა. აცილა ბურთი გაიტანეს და დასინეს, რო პირველი თამაში, მაგრა დასინეს. მე ეხა რა ვიცი, ბიზნეს ინტერვიუ წავიკითხე, ნეაპოლში იყო, ჩემი ცოლიო და კვარას ყველაფერი ამოღებულიო, არც თოჯინაო, არც ისო, არაფერი აღარ არისო და. არა, რა, ეხა მართლა. ვიცი, ხა ისე გაშეფუთა ნაპოლი. თვითონ ხუჩი ამოდა რომ დრომოდა ყველაფერს გაიგებსო. ამ წამს ეს თქო ჩემილია ის არის რომ ისე შეფუთე ნაპოლიმ თქოს კვარა გაიქცა შუა სეზონიდან. კვარა გაიქცა შუა სეზონიდან. ნაპოლის აწყობდა, რომ კვარა გაიყიდა, იმიტომ ეს ვიცი არსად არ მithქვამს და ალბათ არც არავინ არ იცის გონი. აბა თქვი. ზაფხულში იყო კონტრაქტში პუნქტი, რომელთაც შეეძლოთ 30 მილიონად კვარას გამოსყიდვა. აბა ეხლა თქვენ გადაწყვიტეთ. ხო და არ გამო. ანუ 30 მილიონად შეიძლება ვის? ნებისმიერ არა, საფრანგეთისაც, იმის იტალიისაც და უცხოეთსაც? მეგონი უცხოეთ. რამუშავება, ანუ ნებისმიერ ლივერპული ყველა იყიდა, ყველა მზად. 30 მილიონად შეიძლება ჩვენ გვეყიდა აგერ. ლივერპულსაც აწყობდა და თვითონ ფეხბურთსაც აწყობდა, რა თქმა უნდა, რაც ბოიაფაც წავიდა და პირადი კონტრაქტი უფრო მაღალი დონის ექნებოდა, თუმცა ანუ იძულებული გახდა. პარიზი რო თქვა იმან ვიღაცა თქვა, კონტემ თქვა რომ თუ გავიგეთო სამწუხაროდ რომ ჩვენ გარეშეო PSG-ს ელაპარაკებოდა რომ ამდენიმე თვეოდა. 6 თვე, ხო? 6 თვე, თვითონ ნაპოლი ელაპარაკებოდა PSG-ს. კი და ნახე, სადღაც რა არ მჯერა, იცი? სადაც მე შენ დიმა აგერ ვსაუბრობთ იმაზე რომ ეს იყო ნამდვილი, ეს არის სიმართლე, ვერ აი დარწმუნებული ვარ რა, ვერ წარმომდგენია რომ არიციან იქ ნეაპოლში. რა, რო იცოდნენ, მაგითო გაყიდეს, ნო და მე. ყველა ჟურნალისტი აბსოლუტურად მათზე მუშაობს, იმიტომ როგორი მედია, როგორი ორგანიზაცია ეცი ნაპოლი? არ არსებობს. აი წარმოიდგინეთ 2 წელიწად ნახევარი იქ იყო, ერთი 10 ჯერ ვიყავი ჩასული და ერთი აი უბრალოდ ხელის დაქნევითი ვიდეოც კი არ მქონია, იმიტომ რომ ანუ დააჯარიმებდნენ და მე ეგეთ რაღაცას არ გავაკეთებ, რომ ჩემი ვიდეოს მომხმარებელი დააჯარიმონ და ეხლა უკვე ჩავადი და ხან რაღაცა ვიხუმრეთ, ხან რაღაცა ვიდეო ჩავწერეთ, ხან მეღადავა, თო მართლა მელოდია ყოფილიყო, ყოფილი რაღაცა ის უკვე გამოჩნდა და უცნაურ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ არ მწყენია მე აი ხა არა ეგ მე ვაფშე არ მწყენია რომ წამოვიდა პირიქით დრო იყო რაღაც დონეზე რა უკვე მივხვდი. ფანების დამოკიდებულება რატო იცი? ესე იგი რამ დონეზე უყვართ მეორე მხრიდან შეხედე რა ისე უყვართ, ისე აფანატებთ ტიპზე. გუშინ ნახე ტიპი ნეაპოლელი ყვარასხელია ხო ეს PSG-ს ო ეხა ნახე სიძულვილი სხვანაირიციან კი გაქვს შენ ნახი დიმას აქვს ნახი ქუჩებში ჩარეცხილი იგუაინი იუვენტუსში რო წავიდა და ასე შემდეგ. იქ ეგრე ამბობენ ოღონდ იუეში და ინტერში არ წავიდეს და ჩვენი სიყვარული იქნება რა. ჯერ კიდე როცა ნაპოლში თვითონაც არ წავიდოდა იტალიაში. როცა ნაპოლში ხო თვითონ ამბობდნენ რომ იუვენტუსში არ წავიდეს, სადაც უნდა იქ წავიდესო. კი, ამ კედელზე დავხატავდო. ხო, იუვენტუსი ხატერია რა. იქაც იმის პონდო რომ ნაპოლის ორგანიზაციაა, რომ ის მედიები არ იმუშავებენ თავიანთ სასარგებლოდ და აკრედიტაციას არ მიცემენ. ანუ ეგრე მგონია მარტო შეუძლია ჩაუსიაში შეგიყვანა. რატო არა კი, გასწავლე. შეხვედი პირველად ნეაპოლში, აი გაიღო. მე დავიბრიდი ადგილზე, რომ გაიღო ეგეთი საფეხბურთო ქალაქი, არ ვიცი, ბევრგან არც ყოფილი ვარ და ვერც შევადარებ ვერაფერს, მაგრამ აი შენ რო შეხვედი ნეაპოლში პირველი რა სიამაყე, რა ემოცია წამოგიდგა. პირველი იცით რა როდის ჩავედი, მე აი დოკუმენტურს ვიღებდი
ლივერპულთან თამაშის წინ ჩავედი რა. აი 4-1 რომ მოიგეს. აი ეს უკან იდექი თამაში ვიდეო მახსოვს. ხო, ჩემი ყვილი გამახსოვრება. ბიჭო! იქ საერთოდ ყველა მეგონა პენალტი უნდა და რა პენალტი თუ რა პასაკეთე. როვერი თამაშა ხო ყარა? ხო, არნოლდი როვერ მოაჭრა. ჯოვანის რო პასი მიცა, ჩოლო ათრი, ბიჭო, ეგენი და აიაქსი. და აი ჯერ აი ჩავედი და ჩასვლიდან ნუ 2 საათ ნახევარში ბაზაზე უნდა იყო უკვე, იმიტომ რომ გელოდებიან რომ ლიმიტირებული დრო გაქვს, რომ 45 წუთს გაძლევენ ამ დროში უნდა ჩაეტიო ყველაფერში და ჩადიხარ და აი ყველაფერი უკვე აეროპორტზე რომ გადიხარ და უკვე რომ ეს გესმის ქალაქში პლაკატები, ანუ ეგრევე ხვდები რა მე ძალიან ბევრ ადგილას ვარ ყოფილი, ისეთ საფეხბურთო მე დაურეკე ბადრისები ხა ვიცდობა ამის კარგად რა და კითხე რომ მეთქი მაიგა მინდა მეთქი რომ მე ეს და აეროპორტში არის მაღაზია მანდნახეო. ქალაქში შეიძლება ვეღარ იყიდო არ არისო და დავდექი და არ იყო ეს მაღაზია ღია რომ ჩავფრინდი მე და მეუღლე ყავ მატარებლით ჩავედი და ასადგურში იქ ვიდექი რიგში ვიდექი და ეს დიდი ორიგინალი მაიკა ეს რაღაც ზვიანი ვიყიდე და მე დაუტოვე რა და გასახდელი შეიტანა და იქ ყველას მოაწერნა ხელი და დიმასო იმან და კაპიტანმა დააწერა კაპიტნისგან და ჯიგრულად იმასქნეს რა ჩარჩოში მეძი ჩამოვიდა მე წიგნი დაუტოვე კიდე ის წიგნი დარჩა იქ ბადრის მე ჩამომიტანა ხელი ეს მოწერით ანუ საით მივდივარ ჩემთვის ეს ნაპოლი ის წელი იქნება ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა. ეხლა რაც არ უნდა, ეხლა ლიგას რომ მოიგებს აქ. წარმოიდგინე ხალხი ის რაღაც სასწაულია რა. ეგეთადაც მე არ მახსოვს ქართული აქ ეხლა ალბათ ესე არ იქნება რა პარიზში. აი რაც არ უნდა იყოს. პირდაპირ რეისი, ეგრევე ქართული დესანტი გადადიოდა ნეაპოლში. ეგეთი არაფერი არ მინახავს მართლა მართალია. ხო, მაგალითად ავიღოთ აი იგივე იყო ეს რონის დერბი ძალიან მაგარი ლიონი სენტეტიენი. და რამხელა ისიც იყო გამოხმაურებაც, ეხა ამ PSG, ეგი მაგის ნახევარ არ ყოფილა, იმიტომ რომ იმის გარდა ორი ქართველი, აი კვარას ეფექტია რა რა თქმა უნდა, კვარა არის კვარა და ის კვარას ლეგასი, რაც ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა, ანუ ის გავლენა, რაც ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით აქვს რა. ნებისმიერ ანუ შეუფასებელი ახლა საფრანგეთს რო ჩახვიდე, სადაც არ უნდა ჩახვიდე, სოფლიოს მასშტაბში კვარა იცის ყველა. ნუ შედაიცან დიმა პარკში გაიარა ბარსელონადან ვიდეო გამომიქცა და აი ესეთი პატარა ბავშვები საყვარელი ჯერ და აი ესპანეთში ხო იციან ყველა მიწის მაგალითად საქართველოზე აი კვარა და თოფურია. ხო აბა თოფურია აი მამარდაც ბარსელონა კი მაგრამ აი თოფურია ეხლა უეფსი ჩემპიონში და კი ადიდასის მაღაზიაში ვიყავი რა ბუცი უნდა მეყიდა და ბუცი რა გინდა აი თამაშო არა მეორე ბოლომცველი იყო ჩვენ ბუცი მახსოვს მე იცი რა იყო დავალებები შეასრულა არაბამ წერს ბარსელონაში ხო ხარ და ესეც ბუცი მინდა თუ შეიძლება წავმიღო შევედი რა რაც ბუცები და საიდან ხართო გამყიდულმა ანუ კონსულტანტმა საქართველოსთან თქვა და აუ თოფურია კვარაცხელია აი და ჩამოტვალა მე ის ბუცები წამოვიღე ჯერ ჩამოუტანე პირველივე თამაშზე გოლის დილას გაუტანა მაგ ბუცით რაღაც სასწაული გოლია და აჭერო დამჭირდება შენ მოგწერო ეხლა ბუცის ბრალი არ არის ეხლა მე ვიბრალე ხო ეხლა შევამიჯოთ ფრანცე იქ რა ხდება აბა ჩვენ ბიჭებზე უფ საიდანაც გინდა იქიდან დაიწყეს სამი პელე ყავს იქ აუ აი პირველი დავიწყე იმით რომ გურძნობ ხა სულ თვითონ არ მითხრა და თვითონაც აღნიშნავს რომ ძალიან ბედნიერია პარიზში რა ეტყობა სახეზეც რა ძალიან ბედნიერი იცი რა თვითონ ამ ნეაპოლიც ერთის ხო კაი ქალაქია იმ ხრივ რომ ძალიან საფეხბურთოა მეორე ხო მონეტას ყოველთვის ორი მხარე აქვს მეორე მხარე ის აქვს რომ ოჯახთან ერთად როგ შემაწუხებელია რა თქმა უნდა შენ კი არა მარტო მეუღლე რო დაჭირდეს მაგალითად ნიცას რო დაჭირებოდა სადაც გასვლა ბადრიც იმალებოდა ყველას მისდევენ ყველა ხამშიკის წავიკითხე გუშინ სხვა შორის იგივე ფიზე ხამშიკი მაღაზიაში შევედიო და 2 წუთში ვიღაც ტიპა სადღაც დარეკავ და 2000 კაც მოვარდაო მაღაზიიდან გარეთ ვერ გავდიოდიო რა და ეხა თუ დაინახავდნენ პატარა ბავში გაიჩნდა იქ ნეაპოლში მარეკი ერქვა რა აი შევასებოთ ხამშიკი და მე კაცო კვარა მარეკი კვარა მარეკი სულ ეგ იყო არც ინსინი არ მინახავს შეიძლება მანქანა თუ გამოკიდებოდნენ და ცუდი განსხვავებით კი სიყვარულთო მაგრამ ეხო ეს ალყა შემოერტყათო და არა ხო ცუდი არა რაც უნდა პირადი სივრცე გინდა და ეხა აქაც ხო ამ სუსავსია სტადიონი დადის ხალხი მაგრამ შეუულია ქალაქში იცი როგორ ამ ქალაქს აი ძალიან ისეთი ფრაზაა აი მილან თუნდაც მილანში რატო არ უკვირთ მანჩესტერში დიდი ფეხბურთელები ყავთ ნახე ამ ქალაქს ნახავს მესი ნახე ყავს ბეკემი ნახე და მაგის გარდა მანდ გარემო სხვა არის ქუჩაში რა ეხა მე პარიზში ფინალზე რო ვიყავი საერთოდ არ იგზნობოდა რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო პარიზში გარკვეული უბანში კი აი მხედა ქალაქი არის რა პარიზი გინდა არის ტურისტული ქალაქი ტურისტული რა ეიფელთან იმასთან მგონია ქალაქის ცენტრში ხა არის რაღაც ადგილები, სადაც რო გაიარო,
კი შეიძლება ვთქვათ ფოტო გადაიღო, შეთა მაგრამ ეგრე არ დაგესწრა. აი როგორ არა, გამორიცხული. პარიზში. თქვათ ხო შედიოდიან მაღაზიაში ან სადღაც საჭმელად რაღაცა არის ხო? აი როგორც ნეაპოლში ეგრე არა, აი მე და მოვიდა არა. არა, ბევრმა არ იცის, თვითონ აი ეხა იქ რაღაცა თუ უკითხოთ საიდან ხარ რაღაცა, მაგრამ ნუ საქართველოსდან და ნუ აი გაუღიმიათ, ანუ არა რომ აი როგორც ნეაპოლში გაიგოთ და პირველს რო ჩავედი, პირველი ორი ჩასვლა ნეაპოლში ქართველი ვარ მეთქი, პიცაზე უფასო დამპატიჟე სასმელზე მე ცოტა გადამეტებული ქართული სადღეგრძელო მეკრა გავგიჟდი რომ გამომწოდე მეც ხომ აქ მოყოლილი ახლა და ჩემ მეუღრე ჩაქსვა ტიპმა ვიღაცა გააჩერა კარაბინერმა და ძალი წააგა სტადიონის უნდა თამაშის მერე გამოვედით მან მანქანის გაჩერება ხო იცი რაც არის შანსი არა გამორიცხული ჩემს თვითონ წამ ზებიდან ავიდეთ მეთქი რა არავინ არ მიდის იქ ეთქვა და სადმე ხო გავალთ მეთქი რა გვეჩქარება ეხლა და ავედო იქ იყო დიდი პოსტის კარაბინერი თურმე ყოფილა VIP რაღაც მანქანების ჩამოსასვლელი ეს კაც გაიჭდა აქ რა გინდა მე ვთქვი მე ეს კვარასის მეცვა რაღაცა კაშნის დროშა და ჯორჯიანო და მერსედესი ჩამოვიდა და იქ ვიღაც კლიენტი ელოდებოდა ამან გამოკითხა რომ ესანაძე უნდა იყო რაღაცაო და ეხა ესენი გაიყვანეო და მოდი და მე შეგიშვებ ეხა არ შეგიშვებ და ჩაქსვა ბიჭო იმ ტიპა ჩხარა წამოდი ფული არ მინდა არაფერი გავიყვანა და ეხა ამ ტაქსი ჩაძექი ტაქსთან მივიყვანა აი ჩაძექი და კი მე ვთქვა რა ზიაპაზარი და აი ეგეთი არა ნუ სასაულია ეხა ხო ხდები ეგეთი მქონდა კიდე კიბზე კეცბაზე რა კეცბას მანქანიდან რო გადმოვედი და ტაქსისტმა რო დამინახა ესო საიდან ის ჯერ ხელი მომაწერინა მე ვთქვა ჩემ ჰერას მაწერინებს ეჩემა და წამიყარა და კიბზე ეხა ტაქსისტი რო ფულს არ გამოგართმევს გამორიცხული თემაა რა ეხა კეცბა საერთოდ ღმერთია იქ ეხა გამორიცხულია მეგობრებო გამოვიწეროთ და დავალაიქოთ მოდი ჩვენ ბიჭებს გავუგზავნოთ ყველა რო ვალაიქებ და მე ვარდება უფრო კარგად და მოდი გამოვიწეროთ და დავალაიქოთ ჩვენი ლაილაის YouTube არხი ამაზე რა გამახსენდა იცი უცებ. აბა რა გაგახსენდა? ხუდალია კაც. ტიტანიკი გამახსენდა. რა გამახსენდა და გინესის წიგნი შენ რომ მოხდი და რო არის არავინ ჯერ, მაგრამ გავაბაზრებ. ტიტანიკში რო სოს, რა ქვია, ჯეკ დალსონი. ეს უკვე ეს ეხა. კეით უისლეტი რო ჯეკ. უი, ეხა ლიონს. მიდი. აილიონ, ოღ სხვათა შორის ლიონის ეს ლამაზი ქალაქია. აი, ვებსარ მეპარება. აი, ძალიან ლამაზი ქალაქია, ძალიან ლამაზი. მე გერმანული ქალაქების გაჩე რა ერთამი რა. ლამაზი ქალაქი მგონი. რა, ბიჭო, მოვაყოლე რა, შეჩება. მიდი, კაცო, ვაყოლებ, რა გინდა. ბიჭო, გერმანულის მე ყველა ლამაზი ბიჭო, აცალე ერთი წამი დაამთავრებინე. გერმანული რომელი? სადაც ვიყავით ევროპაზე გარჩავალ. აი, დორტმუნდი ანაერი ქალაქია. ძალიან ცუდი ქალაქია. ხო და დორტმუნდს გადაუარა ყველამ, ბიჭო, დაანებეთ. კაი, გააგზელე ლიონი. აი, ლიონის სტადიონი არის ჩემ ბევრი ამას მარსალს კაი სტადიონი ხო არა მე ამყოფი ვარ იმ სტადიონზე სენტ-ეტიენის PSG-ში ლიონის მირჩევნია ორივე აი რაღაც 60,000 სტადიონი კარები ეგრევე ტრიბუნაზე და აი უდიდესი ანუ აი გეგონება იმიხელა რომ გეგონება 80-90,000 კაცი ეტევა ახსენდება მაგას ხო გეგენი ხო ჟერლანზე თამაშობდნენ იმ ძო სტადიონზე ეს ხო სტადიონზე ეს სტადიონი იყო იქ ხა სარაგო გაჩერდიეთ და იმაზე რა ქვია ჰამბურგზე გამახსენდა აი ეგრევე ამომიტივტივდა თავიდან რომ შევედი აი ტოტალიზატორში ბავშვობა შუქები რო არ იყო და იქ რო დვიჟოკი იყო ამ კოკილი ხო იცი ჰამბურგის სტადიონზე რო შევედი აი ეგრევე ბავშვობა გამახსენდა ტუტუტუტ და აი თავიდან ყვები ხო იმიტომ რომ გაფუჭდა ის რა იცი რო გაფუჭდა მithres არა განათება იყო პრობლემა ლოგო რა სტადიონის ლოგო ჰამბურგის აი ეგრევე ბავშვობა წამოიღო ეგეთი კაი ნაკლებად გვაინტერესებს ხარშენი ამბები ამისი უფრო გვაინტერესებს ჰამბურგს თავი დაანებე საფრანგეთზე გითხარი ეხლა გუშინ დაიდო რაღაც 5 ტოპ 5 ლიგაში პირველი 3 ასისტი თუ 4 თუ რაღაცა ქართველების დურიკონ ხორი პასი მიცა რატო არ თამაშა იმ სერვისამ რაღაც მარიცის მიქაუტაძე პასი მიცა კვარან პასი მიცა ერთ ტურში ძალიან მე ისიც აი ეს ტოპ 5-ია მოფო ტოპ 5-ში ხო პირველად რა ეხა თორე ადრე ჩაკოს ასისტი ნახეთ ჩაკო არის რავი არ ვიცი რა ჩაკო ფუტბოლს ისე გემრიელად მოუხდა როგორ გაჯორდა ეხა ხო წერენ რომ ისა კომოს უნდა აი არა რა კომო მე მგონია რომ ფეხბურთელები თავის თელ ცხოვრებას იმას უთმობენ რომ რამენაირად ბრიტანულ პრემიერ ლიგურ ფეხბურთში მოხდა. ჩაკო მანდ ჩავარდა თავით და აი მანდედან რომ ეხა გამოვიდეს, სადაც ვერ წარმომიდგენია რა, თან იმის ფონზე რომ ვიცი რომ პრემიერ ლიგის გუნდებისგან აი 100% იქნება. ხო, მაგრამ საბა გამაგრაიონება აქ უნდა იყოს. ოღონ გვინდა საშუალო გუნდი და არა აუთსაიდერი ბუდუს რო დაემართა რა ეხა რა იტანჯება აი ინგლისის აუთსაიდერი საირავია. რა ბოლო ადგილი ხო არიან მაინც.
განწერილი გასავარდად განწერილი. აი, შენ წარმოვიდგენდი, რომ ბორმუთი მაგალითად ხე-6-ზე იქნებოდა მე-5-ზე? ხო, მაგას ვერ გაიგებ, გამორიცხულია და მაგრამ ახასიათებს. ჩვენ ახლა ინგლისის თასი ხომ იყავდა? კი, კაცო, ფეიქაფის ასოციაცია. აი, გუნდები, კორპუსი და რო ტიპი ჩამოდის და სათამაშო და აი, ეგეთი გუნდების თამაშობენ, ბიჭო, შეხედავ რაღაცა кайფო რა. ჩაკვე როგორ მოუხდა თან ბიჭო, რაღაცნაირი გახდა რა. აი, სიმართლე უნდა ვთქვა, რაც წავიკითხეთ ვოტფორდთან მოაწერა, ძალიან ბევრი წერდა, რომ ინგლისური ფეხბურთის სტილსო, თურმე ინგლისური ფეხბურთის სტილი. თურმე კი არა, მაგისტრის ყოფილა. აი, მართლა ჩაკვე სულ აი მეგონა რაღაც ესპანური ფეხბურთის სტილი, უფრო აი იცეთი რა, აი ტიკი-ტაკა, ბურთი. არა, თურმე. თული, ჯანზე ყოფილა, ხო. ახლა ჩაკვე სულ ამბობდა, აი ჩვენთან ინტერვიუსი დამოსო. ინგლისიო. სხვათა შორის, აი მე ხარ ვიყავი აპრილში ჩასული, მან დაამბობს რაღაც, რომ პირველ ადგილზე ვარ ხოლმეო, ვარჯიშებზეო, იმითიო. აჩქარებები და დაფარული მანძილითო და მე ვთქვი ეს ინგლისმა მოგცა თქო და ხარა უნდა ვთქვაო რომ ბელგიაში მომეცაო ეგო რა აი ბელგია მე არ ველოდებოდი ხა მაგას რო ვიტყოდი რომ გენტიშიო ძალიან ისეთ ფიზიკური მაგიტომაც დაღუპეს კი რაღამი იქ რა უკასტუმის არ იყოს ბელგია სპეციალურად ერთი 3 თამაში მაქვს წაყვანილი ჯორცხენები არიან ანუ ეგეთი ცუდი გუნდი არ გაიშვას და აგე ბრიუგენ ახერე ეშება შეჩემა ბრიუგე მაგრამ ეხლა კი წააგო ბელგიაში მაგრამ ატალანტა დაადუღა იქ ხო მაგრამ ბრიუგე ყოველთვის ლამაზ ფეხბურთს ბრიუგე ხარ როგორც ქალაქი ისეთივე კაი გუნდი არის რა აი ისე როგორ აი გენტი არის გენტიც ლამაზ ფეხბურთს დანარჩენები აი ეს წვალება ჩვენ ახლა აქედან ვერ არა და ანდერლეხტი ადრე გუნდი ხალხის განწყობებს აი ეგენი მოგვიყევი რა იმიტომ რომ ვიდეოში მაქვს მამარდასთან იყავი განწყობები იქ დავინახე ხალხის ძალიან მაგარი განწყობები იყო მამარდაზე რა ხდებოდა აი ეტყვი რა ხო რა მოგვიყევი დავიწყოთ შეხედავ მაგას არაზე რომ დავიწყოთ მაინც ჯერ აი არა ის აღმაფრენა არა აქვს რა მაგრამ დარწმუნებული აი მონაკოს там გოლს რო ნახავენ ლიონის მე აი ბევრი წერს რომ თორს აი იმის ფანები შევარდნენ ჰაკიმის ფანები რომ ორი გოლი გაიტანა და MVP კვარას მიცეს და პარიზე პესეს ფანები წერდნენ რომ დაწერეო რომ თამაშისთვის არ გიყურებიაო ისევ რომ არ დაწერეო თამაშისთვის არ გიყურებიაო ანუ უნდა მივხვდეო რომ ანუ უკვე ხვდებით რომ თამაშისთვის არ გიყურებიაო და თამაშის მერე სტადიონთან ხო ებაზრები ხომ ვიღაცებს ხო შეხვედრი ხარ ხო კი აი მაინც აი ჯერ ის განწყობა რაც ხოიზემო და პარიზში არ მიღია. ლიონში ის განწყობა აქვთ რომ ეხლა მან ტყავთ ეძახიან გენერალს, ეძახიან ლაკაზეტს. ანუ მაგათთვის აი ნომერ პირველი ლეგენდაა ეგ ხარა. და ნუ ყველა თანხდება იმაზე რომ ლაკაზეტი რო წავა მაგათთვის საუკეთესო შემცველი იქნება ლეროი მეფე მიქაუტაძე, რომელიც ან ლიონელია და ანუ ძალიან ისე უყვარს რა, მეფე ჟორჟი რა. საფრანგე იმაში სენტეტიენში ცოტა ხეხის ფანები ყავთ ძალიან. უკამით რა 7-0 წავაგეთო. ფანები მეორე დღეს ბაზაზე მოვიდნენ ფანებიო და მითხრეს გუნდს უთხრეს ხო მე რა მითხრესო რომ მეორეჯერ ეგეთ რაღაც მოხდებოდა და თქვენით გაიხადეთო ფორმაო რა. ეხლა ზუკარა შუაშია მან. მე წავედი მაგ თამაშში და ლილს მოვუგეს 1-0 სახლში. აი ჩემი არის ტოპ 5 ლიგაში, ტოპ 5 ლიგაში, თელ ტოპ 5 ლიგაში ყველა ცუდაც ვიყავს სენტეტიენს. ან ესე ეხლა ვიღაცები ხო არის უფრო ქვემოთ. მე მგონი ვალენსიასაც. არა, ვალენსია საერთოდ აშმარი ხდება. ვალენსია რა კარგია რომ ჩვენი ბიჭი მიდის. იცი რა, პარიზის PSG-ს ფანების არ არიან ბულკები რა. ძალიან ულტრასები და ეს დიდი ეს მან და აქვს ეგ ის. მე ხო, მე და ჩემი შვილი ვიყავით ეგერ და არუჟე კინაღამ გაგახუნაგამ ცემეს. არ უნდა ის ვიდეოების გადაღება ისე იმ ულტრასულ. ფანები არ უნდა გადაიღო. არ უნდა ვიცი რატო ეს ულტრასულ აგრესიულები არიან. ისეთი რაღაც არის წესია ულტრასულში რომ ეგენი ხო თქვენთან დაპირისპირებულები არიან და მე მაგათ ისა რომ ვიდეოში გადაღებ შეიძლება ხვალ მეორე დღეს იდენტიფიკაცია მოხდინოს და პოლიციამ რაღაცა და მოყოლ ეგრე ძალიან დანაშაულებრივი ქმედებები ჩადიან რა აფეთქებები და ის აი მაგ მოყევით ჩვენ თამაში წინ მსვლელობის დროს ჩვენ იცი რომელ თამაშზე ვიყავით მანჩესტერი PSG-ზე საპასუხო თამაშზე იცი რა იყო ეს მინდოდა მოუგო მანჩესტერო უგო ბიჭო ისინი თამაშობდნენ 2 წლის ვიღაცეები და ბავშვები სკოლის მოსწავლეები იქე დიმარია და მთელი PSG წვეთში და პირველი თამაში ოლტრაფორდზე მოგებული ქონდა ხო პენალი ბოლოს რა ჩვენ რაღაც თან ისეთი ბილეთები გაგვიჩნდა რაღაც დავგეთმოს იქ ფედერაციის მე რომ ვიყიდეთ ფერგიუსონთან და იმებთან გავიჩნდეთ რა ხო რა ეხა სულაც გადავიდე რაღაცები და იქ აგზავნული იყო ატრიბუტიკა და ასე შეკრული კურტკებით რაც მანჩესტერი არაფერი ესე იჯექით რა და ბოლოს ხო იქ ყველამ გაიხადა და თამაშის წინ სტადიონთან ვიდექით და ესენი მოდიოდნენ
აი გეფიცები თუ არ შეგშინებოდა. არა, საშინე 2 მეტრიანები, კუნთები და სროის ბახ სუფეთქება. ამ შემთხვევაში ისვრიან რა. ვიდეოც აგვაქვს, იქ დაგვივარდა ჩვენ ახლოვდა ხალხი გაიქცა და რა, ძალიან აგრესიული ტიპი და თამაშიც მერე სტუმრასთან ვიდექით და მას მანჩესტერის კლუბი ეხუნა ტიპებმა ჩაგვიარ, მე ვთქვი მოიხადეთ თქვა ჩემში შეეუბნები რა და აი და ხლები რაღაცები იძახა იქ და თან რა უნდა ქნა ბიჭო თბილისში ხო არა ხა მაგაცებს დაურეკვა გაიქცე არა ნუ ტიპები მოტრიალდნენ ეს და ფუფა გვიფურთხეს ფეხებთან და ვეუბნე ხე არ გაინძრე მეთქი მოკლავენ ჩემი აი კიდე კაი პოლიციელები იდგენ რა ხა იმათაც დიდად არ შეშინებიათ მაგრამ ქართულად რო დაუძახე წატი შენი რაღაცა მიხტა რომ სხვა ენაზე ვლაპარაკობდი რა და შეიძლება მაგან გადაგვარჩინა, მაგრამ ძალიან ცუდი ტიპები არის. შენი სიმართლე ყველგან უნდა გაიტანო. შენ დალია. ქართულმა გადამარჩინაო. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დიდად ხუზე არიკარებენ. ანუ საფრანგეთში? ნუ არა, ინგლისელი არ ვეგონეთ ყოველ შემთხვევაში რა. მანჩესტერის ვარიანტში არ ვეგონეთ, რომ ეთქვი ვიღაცა არისო რა და ეგ პოლიცია ისეთი უცებ რამე რო იქნათ, პოლიციას მაქსიმუმ ეთქვა გადი. ხო, არაფერს არ უსტენდენ ისინი იქ იდგენ თავისთვის არ ჩარეული. ყველაზე საფეხბურთო გარემო სადაც ყოფილიყარ ევროპაში. მატჩ. ეს ახლა იმდენი მეშია ბიჭო. აუცილებლად მომავალზე ფიქრი მჭირდება ხოლმე, რომ მართლა ძალიან ბევრი ადგილი. ბიჭო, რატო იცით თან? შენზე შინაგანად მოქმედებს ჩვენებთან რო დადიხარ, მაინც ეგარემო. შენ მაგას უფრო ხედავდა ეხა რა, დორტმუნდს ნაყოფი ხარ სტადიონზე. კი, კაცო. დორტმუნდის სტადიონზე ჩვენ თურქეთზე თორე ისი არა. არა, ისე ხო. და იქ თვითონ ის ხო მაგარი თემაა ესენი. იო, იმენა. ეს ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო მილანი ნაპოლიზე, ჩემპიონთა ლიგაზე. აი იმაზე, სანსიროზე იყო სასწაული ატმოსფერო. თამაში რომ მასენდება რა. ყვარას ეგრო იმას ეგრა. მე ვფიქრობ და სადა? შენ არა ხარ ეს? სად? ბიჭო, ნეაპოლში რო იყო მაშინ იყო. ხო. ეს ხა წადი, ხო. მიდიხარ? ჯوار ვიცი ჯერ აი ველოდები. ნეგრიადვილი არ არის ძმო. არა ხო, მაგრამ აუ რა იქნება როგორ. და მე ვარ ლივერპულის ფანი რა ბავშვობიდან და ხო, შენ ლივერპული გევასება. თან ახლოდან დაინახე. ისე მე მანჩესტერის მა. ვიცი რა. ეგ არ ვიცი აბა. გუშინ ჩვენ თანაშრომელია ციხედა. აქ ახარო? არა მეთქი რა მოვალ მალე თქო ჩამოვალ ერთიო რა. კაი მეთქი, ჩამოვიდა ბიჭო და ეს შენ უნდა მოგცევო და ძე უძველესი მანჩესტერის ვიმპელი არ მომიტანა თოკიანი. ვითომ ეს დუპროჩი არაფერი რა. უნდა წამომეღო მეთქი აქ დავკიდე. აი გამისტორდა მაგრამ ეხლა ბილბაოს წამოვიღე. ხო მაგრამ იმ თამაშზე იქ რომ მოუგეს პარიზში. ავიცი ეხლა ეგეთი ემოციები მე არ მახსოვს რა. არა, განწირული იყო მაშინ მანჩესტერი რა. ხო, ძალიან ცუდი გონდა. ახი ჩონგები და ვიღა ბავშკოლის მოსწავლეებით ჩავიდა და აი ისეთ თამაში იყო რომ არაფრის იმედი ჩვენ რო არ ქონდა ხო აი ისე ვიჯექი და მეთქი ამას წავიყვან თქო მაინც თქო ბილეთები აღარ ჩავაბარე ხო ხდები პირველი თამაშს მე და კიდე კაი წავედით ბიჭო მაგ თამაშს რო დავესწარი მაგრა გაასორა რა. საბა ჩვენ ჩემპიონატში იღებ თამაშებს რაღაცებს იღებ ხოლმე განსაკუთრებით აი ბათუმში რო აი მაგაზეც მინდა ხო კაია მიდი ეხლა ვიყო ბოსნიაში რა ხო და აი რა გითხრა ეგეთი რაღაცა არ მინახავს სავსე იყო სტადიონი ანუ გულიაშვილი მეუბნება რომ მაგი აი რომ ამბობენ რომ რატო წამოვიდაო რა საქართველოს აი გარემო სეზონზე სადაც 7-8 თამაში გიწევს ამ ატმოსფეროში და სამჯერმეტი ფულს უხდიან თან ყველაფერი მაგაზეც ვილაპარაკოთ რა ჩვენ და რომ შეიძლება ჰეტრიკი გააკეთებიო იმის თამაშზე ჩაერიდო ახვიდოდი ავტობუსის გაჩერებაზე ელოდებოდიო ისეო რომ კაცი შვილიო ერთ ფოტოს არ გთხოვდაო რა ბათუმში იყო დაცალ ეყოს აი მაინც ანუ პატივისცემა გძრო მაგას ფეხბურთელად გზნობ თავს მოდი ამაზე ვილაპარაკოთ რა მონოლოგი მქონდა მოკლედ რა სასტუმროში მივედი იმედგაცრუებული იმით რაც ნახე რა რომ ჩვენთან არ არის ხა ბოსნია ჩვენზე ფინანსურად არ მგონია ძლიერი ქვეყანა იყოს ომ გამოვლილი ხალხს ეთქვა იმენა აი იმაში ვიყავ იუგოსლავიაში ვიყავ ისე აი ძველად რაღაც შენობი არის ნატყვიარები ეთქობა ომის არა ფეხბურთი გიждდებიან ხო არა ქალაქი აი ალბათ ქალაქი არის ერთი 20 წლით უკან ჩვენზე რა აი წარმოგიდგენთ ტაქსი ვერ გამოიძახებ ევროპაში ტაქსი ან ვერ გამოიძახებ და ანუ აი უნდა დაურეკო რაღაცა და მოდი გითხრა ყველაზე ცუდ ქალაქში სად ხარ ნამყოფი კი ვიცი შენ ცხარ ნამყოფი შენ ცხარ ტირასპოლი ალბანეთზე იძახე მოკიში მოლდოვაში ტირანა დიმა მადრიდია იმას და ტირასპოლი ის სახიფათო ქალაქია ეგეთი მაგრამ აი სულ ამბობ აი ტოპ 5 რო ვაკეთებ თამაშს არ ვანაყოფი ტოპ 5-ში შემყავს იმიტომ რომ იმხელა ემოცია მივიღე რა ბარდახს ერთ-ერთი კაფე იყო ქალაქში სადაც თამაშს ვერ წავედი თამაშს ეგ უკვე წინა დღეს თამაშს მერეც ვიყავით სადღაც
ხო, ბაზარი არ არის, კი. თამაშს კაფეში ვიყავით და ეს სასტუმროს ხო ვიყავით, სასტუმროს ხო ვიყავით. ბიჭო, ყველგან ყოფილიყავ ეხა და რაღაც იმაშებით ვერ გავი. შეიძლება ქალაქია და რო შევედით სასტუმროს. ერთად იყავით? კი, ყველანი. ბიჭო, რო შევედით სასტუმროს ტიპმა, როგორი პატივი გქცა მე პატრონი მისე ეგონა რომ ქართულს. შენ გიცობდა ეხა. არა, ქართულს დავახვედრებ და რო შევაღეთ კარი და ჯერ კარზე ზარი იყო ტიტანიკი. ესე იღებოდა. და ის ჯერ მაკრიხა ცოტა. უკა რო შევედით რა იყო, იცი? აბოლი ბიჭი ვარ ხარიბი ხატაკი და და ეგეთი ის იყო, ხო და? ეგ სიმღერა იყო და? ანუ ეგეთი მუსიკა იყო. ტრაკი იყო, ეგ იყო. რო შევედით და პაესე იჭდა, აი ნიშნის მოგებით გვიყურებდა, რომ აბა, როგორია? სასტუმროსაც რა, სასტუმრო ქვია მას. ეგ იყო მაგარი სასტუმრო თურმე. კაი, ბიჭო, მოეცვიდა სხვა ქალაქების დაჯმას ეხა და ანებეთ თავი. ხო და ხვალაც არ ჩავიდა. გავაბძე ამ ბოსნიაზე, რომ მაგარი წარმოედგინე. კატასტროფა. რავი, თამაშის წინ ეს 15000 კაცი შარფებით, გაშლილი შარფებით, ყველას მთელი სტადიონი იღებოდა. წარმოედგინე, ეგ ჩვენთან არ ხდება. საქართველოს სიმსამღერის ხალხი. ბიჭო, მოდი ჩვენ ხო არ შეგვიძლია რამე გავაკეთოთ ჩვენ. რო ავწიოთ ეგ თემა. აი როგორ გონია? არ შეგიძლია, იმიტომ რომ მაგალითად, იმიტომ არ შეგიძლია, რომ საქართველოში ღერის მარტო, აი ქართული სპორტის კომაგები ღერი ანაკრების თამაში დანარჩენი ხალხი გოლი და რო გადადის მეტოქის ნახევარზე საქართველოს მაგას რო ვიძახი მე, ჩემ დროს თბილისის დინამოს დროს თქო, არ იცოდე გულშემატკივრო არ ეწყინება არავის, ეხა ჩემი თაობის ხალხია, დავდიოდი სტადიონზე გოლის დროს დასუკრავდით და გაგვიტანდნენ და უსტვენდით, მაო, ეგრე იყო, არ იყო ჩვენთან გულშემატკივრო. და რაღაცა. მაშინაც არ იყო, როცა ყიფიანი და ეს გუნდი თამაშობდა, რო. ბიჭო, მაგრამ წლების შემდეგ აი რო არ შემარჩინო ერთი სიტყვა, ნოდა. აი, მინდა ხე განახოთ ვიდეო რა. რამდენი ტერაბაიტიანი გაქვს ტელეფონი? აუ, ძალიან ბევრს ვიყიდო, ხო, სულ ვიმატებ და ამას კინოის აქვს ინდუსტრია. აი, ბოსნიის ჩემპიონატი დერბი. აუ, შენ ნახე რა ხდება. ნაპოლის თამაში მე. უკან ცხვრები დადია. როგორ მღერია შეხე? ისა? ჰიმზე თავზე ასე. ნუ არა, ნუ შურით გასკადები ეხლა. აი, სად არის ნახეთ ამ ბიჭო. გოარ გადა. ჩაგვიგდეთ? აი სად ნახავ საქართველოს და ვიღაცა მიწეს კომენტარებში ვიდეო რა შენ არ ნახავს გეგუჩაძის ბათუმის რა ხდებოდა არ ხდებოდა ნახევარი სტადიონი დადია და სელფის ჯოხით რომ გადაეღო არა ვენდონეს აი ეხა გავიგე ეგ მაგრამ რა უნდა ვქნათ მაგას შენ და მე და არა ერთი წამი რამას ვეკითხები და გაჩერდი შეჩემა ორი წამი რა კულტურის თემაზე არ ვიცი მაგრამ მე ისე ვიწყო ჩვენზე ფინანსურად ძლიერი ქვეყანა არის ბოსნია და ზედიზედ მესამე წელია კონფერენს ლიგაზე ჯერ ორჯერ ზრინსკი ყავდა წელს ბორაც იყავდა ყავთ მერვე ფინალში გავიდნენ 7 მილიონი იშოს მარტო წარმოიდგინეთ იმა მარტო გასწრეთ ხო შემდეგ წელს ბორაცის პრეზიდენტმა ერთი თეთრიც არ ჩადოს გუნდში 7 მილიონი ევრო უკვე ანუ შემდეგ წელს ბიუჯეტი უკვე იშოვეს და ანუ ის მე იქით გემიდის ყველაფერი ეს არც ლეგიონერები ხო ვიღაცებს ლაპარაკობთ ემალთან ლუდოგორეცი ყარაბახის ლეგიონერებით აღწევენ წარმატებას ჩახედე ბოსნიელები სერბები და ხორვატები ყოთ მარტო გუნდში ეგ იმას ნიშნავს რომ ის ფული რაც აქვს კონკრეტულ რაღაცას ხმარდება საბა თან ნახე რა არის ო არა სწორედ იხარჯება სწორედ კონკრეტულ რაღაცაზე არ არის ეხა სწორედ იხარჯება ვინც როგორ უნდა ესე გაიგოს ჩვენ ჩემპიონატში გუნდების დირექტორების უმეტესობას რო გითხო გეტყვი რომ ყარაბახის ბიუჯეტი რომ მოუწე მეც გავაკეთებ ეგ შანსი არ არის შანსი არ არის ვერ გააკეთებ კი და რატო ვერ გააკეთებს გინდა გითხრა კომპეტენცია არ ყოფნით მოუ კომპეტენცია ეხლა რამდენი ძგინო ვისაც გინებას ეწყო სულ მაგას ლაპარაკო კლუბებზე მე რა არა გამორიც არა უყურე რა ხდება თუ ბატე რო გუნდი ბატე ხო ხო ლიგის ჯგუფში ხო იჯდა ჩვენ ვერ უნდა გავიდეთ ერთ ერთხელ ბიჭო ეხლა ტორპედო ხარჯავს ამ ხელა ფულებს ხო ამ გუნდს აკეთებს ის აქ იბერია გახდა ჩემპიონი აგერ ევროპაზე გავდიოდა და ყველა ევროპაზე გასვლის წინ პანიკაში ვართო ვიღაცა ისა ფარერების ვიღაც ტიპი ან ვიღაცა კინძი შეხვდება და გადაგვივლით ჩვენ ანუ ილუზიებში ცხოვრობთ რა ეგრე გამოდის რა ლუდოგორეცი აქვს ლუდოგორეცი უნდა აქვს საბამაში ჯგუფში რა აი ხა ლუდოგორეცი აქვს რომ ვოცულობთ გაიგე უკვე ცუდად არის საქმე რა ამ მონაცემები ლუდოგორეცი ევროპა ლიგაზე გავიდა და კი ბათუმთან ძლივს მართლა ძლივს გავიდნენ სკაი გუნდი კარგად სუსტი ბათუმი და აი ბათუმის ეგ პროექტი რო არ ჩაშლილიყო მაშინ რო გამზრალიყო იქიდან უბრალოდ სხვანაირად განვითარდა. აი კუთხურიდან რომ გაგვიტანა რა ბოლოს რა. მივხვდი რომ სად მივხვდი რა სადაც მე ზუსტად სად დაიწყო ბათუმის დაღმასვლა და სად მივხვდი რომ სამწუხაროდ ბიზნესის ან ფეგულს მაინც ბიზნესია გინდა არ გინდა. მაინც კი არა სარიელი ბიზნესი გახდა. იქ უკვე შეიმჩნა დამეთახავით ალბათ რომ იქ შევამჩნიეთ რომ რაღაცა სწორად ვერ მიდიოდა ბიზნესური კუთხით ბათუმი რომ
ხვიჩას და ზუკას, ზუკავდათ და ერთი თეთრი არა უღიათ მაიკებში. აი ჩემი აზრით მილიონი ლარი დაკარგეს. მოიცაი. მაგაზე გითხრა. რამდენი წელია ფედერაცია რომ მოყვა და განაცხადა, სულ ეკითხებოდა შარფი როდის იქნება, კუდი როდის იქნება. ეხლა ძმაო აგერა. ეს საათიც არის, ისიც არის. ეხლა წავიდა უკვე, გაიგე? რომ ევროპაზე გავედით იმას ვქენით. კლუბს უნდა კონდეს მაღაზია. ანუ ტოსისის მაღაზია. მაგით იწყება. იცი როგორ დაკარგეს? ანუ მილიონი ლარი, რამდენიმე ფეხბურთელის ფული 3 თვეში. წარმოვიდგინე. საქართველოს ხო იყიდნენ ხუჩას და ზუკას მაიგებს. იყიდნენ, რა, უკრაინელები, თურქები, ყველა. აი, ქართველებს თუ ვარ, მარტო ტურისტები იყიდნენ. ჯერ კიდე იცი როდის ჯერ კიდე? აი, ხუჩო ნაპოლის დაიწყო თამაში იმ სეზონში. აი, აგა შენახებთ რო გადავიდა, მაგ დროს რო ყოფილიყო, ყველა გაიყიდებოდა. აი, ხა წეგან დიმან ბატერო თქვა. იგივე წეგან ჩვენ რო შერიფი გავიხსენეთ ტირასპოლში მოგებულის მატჩი. შენ გახსოვს, იქ იყავი კაცო საპრეს კონფერენციაში. მახარაძის ბიჭი ხო იქ არის, იქ ხო მაგარი კაცია. მაშინ რომ მივედი წაგებული რომ მოვიგე. თუ თამაშამდეც მოვიდა. კი, მაგარი კაი ბიჭი რა და თამაშის მერეც მივედი ვილაპარაკეთ, აბა რა ხდება აქ მუშაობ. ჩვენო გვაქვსო 10 წლიანი თუ რაღაცა 20 წლიანი პროგრამაა, რომელ წელს მივედი. ვინ უთხრა? მახარაძის ბიჭი მეუბნება. აკადემიის ბატესა, გოწლიანი პროგრამა. შერი. გავიდა ლიგაზე უფრო ადრე, ვიდრე რა 20 წელი ვაფშე არც დაჭირდა. წარმოვიდგინე, გავიდა მაპატი, გავიდა ბერნაბეუზე მოუგო რეალს და ეს იმ რეალს რომელმაც მე ლიგა მოიგო. ანუ ბიჭო, სწორად მუშაობენ და რა მნიშვნელობა აქვს შენ აქ დღეს ვისაც უნდა ეწყინოთო შენ რო ამბობ, წვეჩ, გინდა მილიარდი კონდეს, გინდა მილიარდ რაღაცა, თუ სტაფი, განათლებული ტიპები, ჩახედული ტიპები არ გეყოლება გუნდში და არ წავა ისევ ხელის დაფარება და ვაიმე იმას არ ვაწყენინო, აზრი არ აქვს, რა მნიშვნელობა მილიარდი გექრება, ისევ გეყოლება მაპატიე ისა რა ქვია ვუოსნაირი აი ეგეთი რა შევჭამეს ვუოს უამას ვახსე მაგრამ აი ეგეთი ტიპები რა მე რო ფული მქონდეს და თორე ვერ დამაჯერებს აბა მაპატიე ვერ დამაჯერებს ვერავინ რო აიდემ შეძლო ჰამრუნმა და იმან დაჩიჩმა თუ დეჩიჩმა თუ მორნარმა რაღაცა ეტაპების გავლა და ჩვენ უკვე ამდენი წელია ლოცვით იმაზე რომ პირველი წრე გავიაროთ რამდენი ხანი არ გაგიგია მაინც კაი მოდი გადავიდეთ იმაზე როგორ გონია ხა არა აგრეთ ამერ ლიგას მოგვები არის ესე ჟე ის მოგები აი ყურე ხა ლივერპულთან ლივერპულგან გამიგია ლივერპულს მოუგო მერე ლივერპულს გაგდებს ხა რა არის ამ პესჟის პრობლემა რომ მართლა ამდენად კაი შეტევა იმდენად ხარაფშტო დაცვა ყავს აი ეს ჰაკერდესინი კი არიან შეტევაში პროდუქტიულები მაგრამ უკან ჩამოსვლა საფრანგეთის ჩემპიონატის გუნდებს აი ჩვენ ლიგა 1-იც მიყვავდა ხოლმე საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდების ერთ-ერთი კი არა უმთავრესი პრობლემა იყო ყოველთვის დაცვა. მე ეგეთი შედი გამოდი დაცვაში. არა და უყურე მესი, ნეიმარი, ბაპე იყო გუნდში თხოვდნენ ლიგის მოგებას მეტი აზრი არ ქონდათ მანამდე. ბუფონი, რამოსი, ესენი და ეხა ყვარამ რო იცი რა, ესენი სამი ერთად რო იყვნენ. მაგიტომაც გაუჭირდა. აია ეგ мотиваციურად რომ აუ ყარას რაბედია აქ ისე იქ მარადონას ყვალზე იყო ეხლა აქ ნეიმარი მესი ბაპე მოიგოს და მოიგებს კაცო მაგიტო ეხლა მარჯვნივ აყენებს ლუის ენრიკე იმიტომ რომ ყორა ძალიან მრავალპროფილიანი ფეხბურთელია მაგრად ეხმარება ჰაკიმის დაცვაში კი ეს დაცვა ბიჭო ძალიან ეხლა აი ვაპრავდ აი ბარკო რა ყარას პოზიცია არის მარცხენა ვინგერი მაგრამ ხა ლუის ენრიკეს იმდენად უყვარს ყარა ესე რომ თქვა რომ ბარკო რომ მარჯვნივ დააყენოს იცის რომ საქმეს გაუფუჭოს ინდობა ყარასო იცის რომ ფორვარდზე დააყენებს მარჯვნივ დააყენებს თუ მარცხნივ გააკეთებს თავის გასაკეთებას ყარა პროფესიონალად გაუკეთებს მე იმ დღეს ვამბობდი რომ კარში დააყენებს და მეთქი რა აი თუ დაჭირდა შეიძლება კარშიც დააყენოს მაგრამ დღეს ალბათ საუკეთესო შეტევის ან შეტევის ლივერპული რეალია ეხა გამოკვეთილი ლიგაზე მე მგონი მაინც ეგ არ დამიწყოთ ეგ ბარსელონა ყველა მაგარია მაგრამ ეს ორია ყველაზე მაგარი ეხლა რა დაგიწყო სტოევრია აი ლივერპულთან ალბათ გოლები გავა მაგრამ საერთოდ ლივერპულს დაცვაც კარგი ყველაზე მხიარული ტიპი ვინ არის ჩვენგან ჩვენი ნაკრებიდან აი ყველაზე ადვილი ვისთან არის შენთვის ურთიერთობა და ყველაზე ეხა ყველაზე ცუდი და უჟმურს არ იტყვი ასნია იცი რა არის ხო ქონია რაღაცები მოგვიყევი ხა ამდენს მოგზაურობ რაღაცები დაგემართებოდა უჟმური ესე რომ თქვა ვისაც ახლოს ვარ ყველა უჟმურია ეს რა თქვა ყველა უჟმურია არა, ყველას აქ ის მაგათ აი ვიცი რომ არიან ფეხბურთელები, ვისაც თამაშის წინ არ უნდა აი თამაშის დღეს და თამაშის წინ თუ არიან ფეხბურთელები, ვისაც საერთოდ არ უწევ რა.
თუ რაღაც აი ძალიან ნუ ეგ ხო ისწავლე გითხრეს რომ არ მინდა ესე და იცოდე და რამე ხო ანუ არც იცი რა მაგა შენი ხვდები იცი რა ერთხელ რომ მიწერდა არ მოგწეს თამაშის წინ ხვდები რომ თამაშის წინ მაინც თამაშის წინ მაქსიმუმ სულ არ მოგწერო და თამაშის მერე ვთქვათ აი 7-0-ით მერე ლორიასთან მიხვიდოდი ანუ ის ბეკარების უკვე სხვაგან არიან ვაფშე მაქსიმუმ მიწერო ფეხბურთელს წარმატებები თუ არც მოგწეს ანუ აბა შენი დღე უნდა იყოს რა ბიჭო ხო მამა იცი რა ხასიათებს ხე რაც ანუ ბეკარებს ყველა განიცდის მაგრამ აი არ ვიცი ხო ლორის თქვენ უფრო ბევრი შეხება გქონიათ ლორი ჩემი ძმა არის გონია რომ აი ეგეთი თამაშდება რომ შეიძლება ერთი კვირა ხაზი არ იყოს არ ვიცი გონია ბიჭო იცი რა არა ხაზე კი არის მაგრამ ძალიან აი სიტყვა ძუნწი ხდება რა ხო ხტები ანუ მე რომ მივწერ ხომ ლორი რა ერთთან ერთ დღეს გვაქვს მე და მაგას დაბადების დღე რა და მაქედანაც ხო და ლო მივწერ ხომ აი მე ქვილითა და ეგიჯდენ ერთად და იმ მეორე დღეს მივწერე რა მაიცა ერთ კაც უნდა შენთან რომ ვიდეოთი და ქვილითასგან მიეწერა და ქვილთან გუშინდელ დღეს არ ვიხსენებთ ხო იმასაც რო შვიდი გაუტანეს და ამასაც ბიჭო ერთი დღე იყო მაგრამ იცი რა იუმორი აქვს იმას მაგარი და გადააქ რა ეხა ლორის ძიმე პერიოდები ქონდა ბევრი ცხოვრებაში რა ისე სოციალურ თუ კითხავენ ერთ ფეხბურთელს ვიაც დიდი კარიერა უნდა ქონოდა და არა ლორის იმიტომ რომ აი რა ბიჭო არ ყავდა ეთქობა წესიერი აგენტი თქო მე და ეს ხიდად ლაპარაკობთ მაგაზე თორე ეხლა რომ საშუალო დონის ევროპულ გუნდში როგორ ვერ დადგებოდა აგენტიც ჩელსის უნდოდა მაშინ გასაქანიც არ იყო მეკარის ტრანსფერი ძალიან რთულია აი ესასწრე და მაშინ იყო ეგეთი პერიოდი აი ეხლა რომ ლორი აი ეგ პრაიმ ლორი ეხლა ლა ლიგას პრემიერ ლიგის გუნდებში სერედნიაკ შუაში მე არ ვიცი მე იმასაკის ლორია მე რასაც რაც მომისმენია ხო ნუ შენ ხა პრაიმში არ ხო პრაიმ ლორი დაიწყო უფრო აი 28 კი 27 წლიდან კი მეკარის წარმოგიდგენ მამარ და 24 წლის ბიჭო ვანდერსა აბა ბიჭო მამარ და რა პატარა ეხა კარგად დაუკვირდით რა პატარა და რამხელა არა და რამხელა ზეწოლა აქტივ ფსიქოლოგიურად წარმოიდგინე და თან ლივერპულში გადადის ეხლა გადავიდა რა და ამ გუნდში დგას და ურახუნებენ ბიჭო ურახუნებენ ყველა თამაში რა ვიცი ეხლა რო და არა ეგ არა კაი ხან კაია და ხან არა 7 გოლს რო გაგიტანენ შეცემა კაი როგორ არის ეხლა ცნობიერად ხო იცის რომ ისა ჭეკლასის დაცვა არა ვერ გაიგე შენ არ გაიგე სხვა რამეს ვამბობ ეხლა თუ რა თედი თამაში 20 ჯერ რო გირტყავენ კარში კაი არ არის ხო თუ არა ბიჭო არ არის რა ეხლა რა შაშანაც ურტყავდნენ ვარჯიში კი არ არის შაშანაც ურტყავდნენ მაგრამ შაშა ყავდა იმაში რა ქვია წინ პაულის და ხი ვთქვა და არ ვიცი პაულის და მაინც ძველი იყო ეხლა იცი რატო არ არის კაი იმიტომ გაიტრაუმება ფსიქოლოგიურად არა ფსიქოლოგიურად გაიტრაუმებს ყველაზე დედამიწაზე ყველაზე ამას რა ტუდაა და ყველაზე დედამოტყნული მედია არის ბრიტანული მედია აი ხა რო დაიწყებენ ბოლო ადგილოსანი ვალენსიადან ლივერპულში კარში ატყდა და მუდრიკმა რო გაუტანა და ჩელსის ფეხბურთელმა გაუტანა ეს ვინ მოყავთო რო წერდნენ იმ მედიის და ვაფშე იმ ფეხბურთის მწოდნის ყოფაც ვატირე იმას თუ ვერ ხვდება ამხელა ქვეყნის ამხელა ინგლისის პრემიერ ლიგაში წერ მიმომხილველი ხარ ვერ ხვდები ვალენსია წყალწაღებული რომელსაც მაგანალიზებს ეგენი არაკეთებენ მაგანალიზებს არაკეთებენ აი რა არაკეთებენ ჩემპიონი ალისონი მიდის ვამარ და საიდან მოდის ტიპი შეხედონ და გინდა ნოტარა დაგიხენებია დაცვაში და გინდა ეს კაცი მიჯერა რომ არა შენ კი გეუბნები მიყვება მამარ და თავის განვითარებას რომ ფეხით თამაშად სხვა დონეზე აიყვანს აგერ აი ფეხით თამაშ სხვა დონეზე აიყვანს გატუზოზე გვითხრა ხო იცი რომ დაინიშნაო გატუზო ეგრევე და ამერიკა ფეხით დაამუღა პირველი ეგ მითხრა გატუზოს უთხარი შენ თავს მიხედეთ მაგარი გიზია გატუზომ გაძრონები დაიწყო გატუზოს დაიწყო გაძრონები პასების რა და არა რაღაცო შვენიერი აი იყო ცადრე მამარ და პირველი ოფიციალური თამაში ჰქონდა მამარ და მაკედონიაში 13 რომ მოვიდეს რა ეხლა და აი სუიცი რა აი თავიდან რო წავდა ვალენსია აი ის მომენტი მქონდა რომ აი მაღალი დაბალი ჩაწოდება რომ მიდიოდა ან ბურთს უყო და რაღაც მომენტი ყოფილა რომ გავარდნია წინ ხელი ან სულ მეშინოდა რა და აი ვაკურები ეხლა აი მამარდას უყოვენ აი ესე რა იმ შვიდა გამობრძვედილია უკვე რა წეპო აქვს ხა ძალიან შვიდათ რა ძალიან კაი იქნა ამ ხელა ტანად აი მთელ კარს პარა იდეაში კაი იქნა რომ დარჩა იქ ესენი მაინც თუმცა თავიდან ვფიქრობდი რომ მეთქი სადმე იჯარეთ პრემიერ ლიგაში ყოფილიყო თქო მაგრამ იქ აი სახელს ტოვებს რა
აი, ხო ხდები ხა. თამაშები მოიგო ვალენსიამ, კიდე ხა წინ გადამწყვეტ თამაშები. 2-3 თამაში რომ მოიგოს, ამოძრებია და აი მართლა ვალენსიას ლეგენდად იქნება ამის დამსახურება. არა, მე მაინც ჯერა რომ დარჩებიან ვალენსია ხა ესეთი გუნდია. არა, ვალენსია ესეთი გუნდია რომ ის არ არის სელტა დე ვიგო და სპორტინგ ფიქო. ვალენსია ჩემთვის ეგ რომელი გუნდია ხო ეს ფინალები მივყავდა ბიჭო გუბერი როცა იყო ეხა ენდიეტა და ლოპესი და რავი რა გუნდი იყო თო. კანისარესი კარში და სასაული. ეგ ნახე მეორე მხრიდან შეხედე რა. აი ყველაფერი აი ღმერთმა კრას ყველაფერმა მაგრა ჩაიარო რაღაც ბაზარი არის მაგრამ აი შევხედოთ ისე რომ წავიდა ლივერპულში ვთქვათ იქ რაღაცა მოხდა ისე რაღაც ყველა აი მეორე მხრიდან შევხედოთ ბიჭო უკან დასაბრუნებელი ხო უნდა გქონდეს კაი ამ ხელა გუნდში ესპანურ გუნდში ვალენსიაზე ვამბობ რა ეხა მამარდა ხო არ წავა იმაში ბელგიაში ხორვატიაში და სადაც ხო სიტყვაზე ვიძახი ეხა შევხედოთ რეალურად რა ყოველგვარ რაღაც საერთოდ ისეთ რაღაცას ვაზრობ ეხა პრემიერ ლიგაში გადავა ტიპი და თუ დაბრუნება სხვა გუნდში გადავა მე ჯერ ერთი ლივერპულში მე რას გეუბნები ვალენსიაში დასაბრუნებელი რატო უნდა ქონდეს რატო არ უნდა ცუდი რა იქნება ხო ვალენსია სულად არ მიდის მაო არც ერთ შემთხვევაში ეხა რა ხო და კარგი იქნა თქო რომ დარჩა დაეხმარა რატო რო წასულიყო რა მაინც დაბრუნდებოდა უკან მაგრამ ერთ წამის აბა მაგარი ფორმაა რა დავით სილვა მე გააკეთა კრიზისში არ დატოვა გუნდი ლეგენდების სიაში ეწერება და ეგ არის თორე ახლა ლივერპული რო ვალენსიას ჯობია და ყველაზე მაგარი მაგალითი მაგისი არის იუვენტუსი სერია B-ში რო გადავიდა ბუფონი ნედვედი და ისინი რო კარიერის ბოლოსკენ რატო არა კარიერის ბოლოსკენ აგერ ჩამოვარს მაგო თავისუფლივ გუნდში და მაშინ ქართული ფეხბურთი აღორძინებული იქნება და აქ იქნება არვებო მაგრამ ტიპს ეგეთ კარგ და ისტორიულ ესპანურ ეგეთ სახას რო იტოვებ კარგია ჩათვალე ვიღაცებს რო უყვარდეთ 100 მაგას შეუყვარდეთ მაგას ის თემა იყო ბავშვებოდებოდა და ანუ გარემოს გამოცვლა ახლა ყველაფერი ნუ ბევრი რაღაც დეტალები პლუს ხო რა თავარია ლივერპულში კონკურენტუარიანი იქნება დაწუნებული ვარ რა ეხა ის მეკარე პირველი მეკარე იქნება არა ალისონი წავა მაინც ყველა პონჩი წავა და ის რაგვარია ის მეორე კელეჰერი არა კელეჰერი არის რაც ამბობთ მეორე მეკარე 40 მილიონად რო იყიდი მეკარეს ის მეკარე მეორე ნომრად არის ჯერ ერთი ეგა მეორე მე კარგია ეგეთი ტიპი რო ეყოლება თო რა თამარა თან კაი ტიპია რა ეხა ეს კელეჰერი და გიჟივით არის საბა იცი რა რა იყო და მოვდივარ ჩვენ ჩემპიონატზე უცებ რა გამახსენდა უცებ იცი ცოტა უხერხული შეიძლება ცეცაძესთან რა იყო მაშინ რა ვერ ვილაპარაკეთ მაშინ თურქეთში რო რაღაცა ეხა უცებ გამახსენდა იწყობ თუ რა არა ბაზარზე ერთადერთი ვიდეო ეპიზოდი იყო რომ ვერ გადაიხე მე მგონი ხო ეგეთ ვარჯიშის ამბავი და ეხა უცებ გამახსენდა განსხვავი არ მახსოვს ხო ცეცას ამბავი იყო მაგრამ ეგ დაიწყო ეთქო საიდან რა იმიდან საბურთალოში მივიდა თუ ტორპედო ჭანტურა რომ მიიყვანა საბურთალოში მივიდა ჭანტურა რომ მიიყვანა ჭანდის რომ მიიყვანა აქვე ჭანტურა უნდა და რომ კოხრეიძე იყო 10 ნომერი და გაგიგა მარგულაშვილი იყო კაპიტანი აი რომ დავისვენი რა ქვია დავწერო ინფორმაციას რომ უნდა რომ 10 ნომერი იმას მიცეს კაპიტანობა მიცეს მოკლედ მაგამ ვისმერე რომ ესე ამბობ ხეჩიკაშვილი პრეზიდენტი რომ ჩავიდა ესპანეთში რომ მოეგვარები რაღაცა და ცეცაძე დატოვა იმიტომ რომ არეულობა იყო გუნდში ფეხბურთელი მაგრამ ეს ნებისმიერ ფეხბურთელი დაადასტურებს და ცეცაძე ბატონიგია გამოვიდა და თქვა რომ მოიტყუაო ეგრე არ ყოფილაო არა და შეზე ხო ჩემს არ ყოფილაო ანუ არ არისო სიმართლე რაც დაწერაო და რა ვიცი ნებისმიერ ფეხბურთელი დაადასტურებდა მაგას რომ კიდე რაღაც ანუ ბოლომდე ყველა დეტალი ხა არ იწერება და არ ითქმის ხა რა ვიცი არ რაღაც პირადი დეტალებიც ხო არა გასახდელი და რაღაცები ვაფშე არც უნდა გამოდიოდეს მე თუ მკითხა მე ხა რა ინფორმაციას მაქვს ჭანტურა შევიდა და თვითონ უთქი რა 10 ნომერი მე ვიქნები კაპიტანი მე ვიქნები და იქ აირია სიტუაციაო გუნდშიო მე ესე ვიცი ხო და მე ვარ ისა რა ქვია მე მთავარია ჩემთვის ვისაც ეწყინება თორე მე თორე ტყუილი არ დავწერო თორე ხა სიმართლეს რო დავწერ ხა მაგის გამო თუ ვიღაცა იმას იზავს რა მაგის გამო იქ და მაგის გამო მე იყო მაგის გამო იყო მე გაბრაზებული ჩემზე ტყუილი არ წერო სიმართლეს ცეცასთან მე შეგარიგე ჩემი ძმა კაცი არ ყოფილაო მე რო ისა რა ქვია ჩავედი თურქეთში შემდგომ ტორპედოს ვსულად იქ ნახე ბათუმის თამაშზე და მაგდრეს მოგებული ხონა ტორპედოს და კიდე მე მივედი და მიულოცე არ მიყვარს ხახთან უნდა მისულიყავი კაცო ეხა მეცე მე მიულოცე რომ მოგილოთ დღეს თამაში მოვიგეთ და მადლობას აბა გაიხარ რაღაც გამიღიმა და რაღაცა და რომ მივედი თამაშზე თან რეალ რა იყო იცი არც იყო ტორპედო მასპინძელი მაგ თამაშს ეწერა ოდენსე ის ბელგიიდან ვიყო და მივედი პრესამსახურმა ყველა მიცოდა და რომ დამინახა გაიყვანა მაშინ დვალიშვილი ლაშა იყო პრესამსახური აპეს ხო და მერე დირექტორი გაიყვანა და
მოკლედო იმანო ისო არ გადაიღოსო რა და მოვიდა და ნუ ესეო და ეხა მე რომ აი სკანდალები და რა ჭირდა მინდოდეს მოდი არ გა თუ ნახე ბიჭო ეხა შენ საქმე გაქვს შენ და აკეთებ შენ საქმეს შენ ხო თქვი რომ ყველას არავინ არაფერი არ მოწონს ეგ საერთოდ არ არის მე მგონი პრობლემატური საკითხი რა ჩემზეც უამრავი რაღაცა მე რომ დომოდა აი წარმოიდგინე პროვოკაციად ჩავწერდი ვიდეოს ეხლა გამოგვაგდეს მივედი სასტუმროში მე ვუთხარ რომ მეთქი აი პაპას დავწერ თქო იმიტომ რომ ტორპედოს გუშმატკივე მიწერნე ტორპედოზე გადავიღე მე უნდა ჩამეყენები ეს ხალხს საფსკურში თორე აი მე ესეთი ცოდო ვარ მაგისგან ვარ დამიწერია და ეგ ხო და მე მეგობარ შეხვდა რომ ისო თუ შეიცვალაო კაცო ჩავიხუტებ შესაძლოა რამჭირს ავ თყული კი არ დამწერი არაფერი მე არაფერი იმისგან საბოდიშო საპატიებელი არ ხო ისე როგორ ჩემო საბა ჟურნალისტიკაში ისეთები ხდება ეხა ეგ საერთოდ პრობლემა გილოცავთ ან მინდოდა რომ ეს ფილი ურთიერთობა არავის და ვინც ქართულ ფეხბურთშია არავის თან რომ კაი ის ხო ისე საერთოდ საქმეს ვემსახურები ეგ იყო და ეს ის გიაც ისეთი კაცია ეხლა რომ ჩაგიხუტებს კაცო და დადებით მე არაფერი არ მომსული ეს ხო რა ეს საიდან ამოუტვიტვი ეხლა მას აზრი არა ვარ მართალი ლოგიკა მე დეტალები არც მახსოვდა მაგრამ მე რაც ქონდა ინფორმაცია ხო თქვი როგორც იყო თქო ის გასაგებია და ეხლა მიყვარს და რა ტანტურა რა ვიცი ეხლა ძალიან გული მწყდება რომ ფეხბურთი ვერ ითამაშა მაგან რა ძალიან მაგარი იყო მონაცემებით აი ძალიან მართლა ძალიან მაგარი იყო და ეგეთები საბა ჩემ დროში იმდენი არის დაკარგული თაობები ჩემ დროს ეხლა 90 ხო სხვა თემა იყო ვაფშე ეს ბევრი პრობლემები იყო რა და არა მინი ეხლა ძალიან ცუდი დრო იყო და ეხლა კარგია ეხლა გადავიდეთ ნაკრებზე ეხლა გადავიდეთ სომხეთზე მიდიხარ ხო ალბათ გუშინ დაგუგლე $110 ღირს ბილეთი ერთი კაცი იქეთ მარტო თვითფრინავი ხო რა მანქანია არა მანქანა ხო არა მანქანა სამწუხაროები წავდი იმიტომ რომ იქ ისეთი პერიოდია იქ აია კაი ბიჭო ეხა ეს როგორი თემა ხო ხტები ისე გუშინ რომელიღაც ჩვენ სააგენ არ ვიცი აღარ მახსოვს სომხებზე ისეთი სტატია დადეს რომ ბიჭები ალბათ ეხა ტრენაჟორის დარბაზში ვარჯიშობენ რა მაგრამ ეს იქ დაბადებული ლეგიონერი აქ ვინ არის ბიჭო ეხა მომისმინე პატივის შემოყოლამატებს მაგრამ ეს ზედმეტი ისა ბიჭო გუნდს პატივის და მართლა ბერწმომიდგენია რომ სომხებთან შეიძლება ვერ მოვიდე არა ბიჭო გამორიცხულია მართლა ეს სიარულით გადითქო მე არ ვამხა მე რაც უნდა თქვი იმდენ პროფესიონალი ფეხბურთელები იყოს რომ აი ფეხბურთელებს სულად იმოყვა არავინ არ დავა სიარულით და აი რავი არა ლუშა საბა რანაირად ეს სხვა мотиваციის ხალხია ვარ ეხლა იმათთვის კავკასიური დერბი ხო ის კავკასიური ბიჭო იმათთვის ეხლა ეგ არის ის ძველი ფილმი თუ არა გაქვს ნანახი ნახე რა ის არა გულშემატკივრობაზეა სომეხ სტუმრებს რო დააპატიჟებს ეს რაგვარია ეს დამავიწყებიც ხო ვიცი რა ხო და ძალიან მაგარი ფილმია თემატური სომხები ქართველები არა დინამო და ჩხუბის რესტორანში მე ერთად ვსვავე სტადიონზე რაღაცები და ეგ ურთიერთობა ყოველთვის არის მაგრამ ეხა საფეხბურთო თვალსაზრისით ბიჭო ეხა რა გარამე განხილვის თემა არის დავიჯერო რომ ჩვენ გავიდეთ რა ორი თამაში არა ყველა ვარ თან ჩვენი ადგილი მანდ არის რა ეხა ბეში მოდი ობიექტურები ვიყოთ ჩვენი ადგილი არის ბეში დღეს ობიექტურად ვილაპარაკო რა არის რაც იმას სომხეთი ანუ არ არის მზად ჩემი აზრით სომხეთის ნაკრები ან ერთი კვირის წინ დანიშნეს ის ვანსკიპი რა მუნჩი ნაკრებში სომხეთში ხო ხითარიანი ისინი არ არა ახალი არა ყავთ ბიჭო ტიპები ეხა იგროკები ეგრე არ არის ახლა პატრიოტი ბიჭები არიან კაცო ის იმას კი რომ მაგარი თამაში იქნება საინტერესო იმას კი არ რომ გავუათ ფეხით ვისეირნებთ და ისე მოვიგებთ ხო მაგრამ ფავორიტები ჩვენ ვართ ხო ეგა საქართველოს ნაკრებმა უკვე ეგეთ იმებთან უნდა დაიწყოს აი კლასით მოგება რა ეხა დაიწყო და არა გულდაწყებული გვაქვს დაწყებული კაცო ჩემი აზრით აი მაგ თამაშებში მიხალუტას გოლებიც იქნება რა მიხალუტას მომენტი თუ აქვს უიტან ბიჭო აი წარმოუდგენელი ძალიან მიყვარს ეგა რა პირადად არ წყობს ამაში ვაფშე ხო მე რა ვიცი ეხა ეგრე ფეხბურთელმა გოლის გატანა იცოდეს აი აროდადის მე დამამთავრებელი ყველაზე მაგარი დამამთავრებელია ეს იმის მერე ხო იყო ლაპარაკი ხო იყო აჩქუაკა და ვილაპარაკეთ მაგ თემებზე რა აი კანცოვკა მე ხა ესერი ტერმინალები გამოყვეთ დამამთავრებელი დამთავრება როგორ ძრება მომენტებში და ჩემი არის აი ნორვეგიასთან რა ქნა ბიჭო აი მხელა კაცმა თავით გადაგე სად გაიქცა რანაირად გაიქცა ჩემი აზრით ცენტარ ფორვარდისთვის აი ცეცხლიანისთვის აუცი რამ ვინ შეიძლება ჩამოთვალოთ ეგეთი აჩქარებით არა ცოტა ძალიან სოფლიო ფეხბურთი ვინ შეიძლება სოფლიო ფეხბურთი ძალიან ცოტა ცხრიანი ესეთი აჩქარებით იყოს რა არა აგუეროს სტილის ის არის რა აი ზუსტად ტანათაც და აგუეროს ალვარესი გუშია კაი თან ისა აქვს მოწყვეტა აქვს ბიჭო რაღაცა ნიუ გავარდება აი ანდრი მახსენდება რა შე იცი რომ მაქსიმუმს რომ მიაღწევდა
ღილაკი რო Mercedes-ებს ხო იცი კიდე უმატებდა მე რა ვეღარ ეწეოდა ახლა რა აჩქარდა მარტინე და ის რა დაარტყა ბიჭო ის როგორ აუღო ის რა დაარტყა ჯემი რა კლასიკური მაგრატელა და რა მოქნილობა უნდა გქონდეს რა მოქნილობა გქონდეს რომ წამში აიტბა თან პატარა როა მაგაზე ხმარება წავიდა მაღალი წარტასო დაბალი ბუწო და სადა მან გახდა თქო ის ბუფონი გაატრაგა ფიბა ანდრიზე გაბოსდა ჰაიპერიზე ხარ ნამყოფი ისე იმ სტადიონზე არსენალის მოგიწია? არა, მერევა. ლონდონში ვიყავი, ჰაიბერიზე არა, უემბლი. ანუ რეპორტაჟს გეკითხებთ არა, ექსკურსიაზე. უემბლი ვიცი, შეგთალოცვილო ვიცი. უემბლის მაგარი სტადიონია. ხელი გააწიე, ბიჭო. დაიწყე. ამას არ უკეთებ რაღაცესე. ბიჭო, იმიტომ რომ მიყურებს სამ გადაცემა. მე მოვყავ. ვირმე რო არ შეხედავს, აბა, ეგრევე ესე უკეთებ. იქ ვიღაცამ დაგვიკომენტარა, რომ ეს ვაფშე არ მოხსოვს რა, ესე რო უნდა აყურებო. სხვა შეუბნება. ხო, მე არ ვიცი როგორ, აი ორ წამყვანთან ერთად როგორ ხო, არ ვიცი როგორ თქო, მერიდება კი არა, მაგრამ აი ხანერს უნდა უყურო, ხანერს უნდა რა სიფიქრე, მეორე რა სიფიქრე. არ არის პრობლემა, იმას უყურეს. ჩვენი ვიდეოებით რაც გაქვს და ნახე ანუ. კი, მე აი არა, ეხა ეს იყო გადმონასტი ჩვენი ჟურნალისტიკის. უცხოელთა რომ მივიდოდნენ ტრენერ, ხო მოგწონთ საქართველოს ჩემპიონი, ხო მოგწონთ კერძები, ხატაფური, ხო მოგწონთ. სურათია. ის რა ჩვენი ვიდეოებია, რო არ მოვიტყო, აი მე აკეთქო არ მithქოს, ეს პირდაპირიკაცია და ის. ფეგურთის გარდა სხვა ვიდეოებს არ უყურებ ხოლმე, აი სხვა სპორტს, ფეგურთზე აი გველესა ბომბა ქონდა, გველესა იმიტომ რომ მე მაგინეს დედის ტრაკი წინა დღეებში ბუდუზე და ეხა 50-80 ავიდა მე მგონი ნახვა ეძება. მე 10-ში ნანახი მაქვს, ისაიდ რაღაცები რაც არის, გააქვთ თქვენც ანუ ის ჩვენ ჯერ ეხლა ვიწყებთ შემოსაბაძე, გვაცალე. ერთობა რომ ერთი წლისები ვარ ჯერ პაჭუები. სულ შეჭამეთ კარტოფილი ბიჭო? მოშივდა იმას მაგრაელეს. არა ფრი, მაგრამ მე საბა. სწორად რაც მეტი ის იქნება ძალიან კაია რა, ძალიან კაი რაღაცა, რაც მეტი იქნება ფეგურთზე, სპორტზე. კაი რაღაც ეგ მარტო იმისთვის კი არ არის კაი, ანუ ალგორითმულად ყველა ერთმანეთთვის კაი რაღაცაა. ბიჭო, მე მეზარებოდა თავიდან, მაგრამ თქვენთვის ჩემი ვიდეო თქვენთვისაც კაია, იმიტომ რომ ვიღაცა ჩემი ვიდეოს უყურებს გველესას და მე თქვენ ვიდეოს ამოუგდებს. დავიშთავოთ. ო, რავი, შენც ახლა მოგეხმა იქნებ რაღაცა. არა, მაგის გონები ახლა ვიღაცა ჩემთან უყურებს გველესას ვიდეოს. ან აროაძის ვიდეოს. მე შემოგთავაზებთ რომ ლაილაიზი არის აროაძის. შენ რამდენი გაქხა 250,000 თუ რაღაცა 300 იმაზე რა ქვია Instagram-ზე და Facebook-ზე. YouTube-ზე თუ მოკლე YouTube-ზე 93,000. YouTube-ზე ხო 93,000. და იქ 200 თუ რა. 216,000 მაქვს Instagram-ზე და 218,000 მაქვს Facebook-ზე. მოდი რა დაამშვიდე, ერთი წელია 20,000. რა დაამშვიდე, ბიჭო, შენი დამშვიდება იქნება მარტო რო დარჩებია. 20,000 ეგრე გამოწევი. ყავდა, ანუ YouTube-ზე ძალიან რთულია და მაგარი შედეგი. ეს მარტო არ დაიტოვება. ვისე უნეს. მაგარი შედეგი გქონდა ძალიან. ბიჭო, ვიცი, ზაბა ხო, მაგრამ ცოტა მე ხა. ჩემი ასაკის ტიპი ვაფშე YouTube-ზე არის ეს, მე მგონი იარაღების განხილვა. 57 წლისა ვარ. იარაღების განხილვა იქნება. ხო. არ არის, ჩემ ხედა ეგ მაზიანს დაგიდებ, ჩემ ხედა თუ ის. ვაფშე მოვიყვანოთ ეგ. ისო არის კიდე, აი ძალიან ისეთი მაგარი ისო ტატულო ბაციკაძე. ეგეც კაი ასაკა. ეს დაგლი ნახე. ტატუ არის ბიჭო. ავიცი მე. ვიცი 20 წლისაა ლამისის. ვიცი ხო მაგაზე ხუმრობა ხო არის ასაკა. ხო, იმიტომ რომ რაღაცა ისე ეგ რო გაიპარსოს საბავშვო ბაღის ბავშვს გავს კაცს. დალევა გიყვარს? მე არ არის. აი ძალიან იშვიათი, იმიტომ რომ აი მაგრა არ დამთვრა ხარ? აი ეგრე კი იყო, აი მე არ მიყვარს ჩემი სიმთვრალი და მაგით არ მიყვარს და მე არც უნდა გაიგო რა ქენი სიმთვრალეში. არ ცუდას კი არ ვაკეთებ, აი ემოციური ხდება რა, მე ხო ცუდი რა იმას გეუბნები რომ არის ხალხი შარიანი ხდება და ალევის დროს შარიანს თავი დაანებენ, მე შენს მაგაცები დაგიწებე გუში, ბიჭო ეს რო თქვი და არ ვარგიწია და გიტრაკებენ რა მაგას. ეგეც მახსოვს რა თქვათ აი ეგეც ვთქვათ ერთხელ მახსოვს ჩემთან მყავდა ჩემი გზაკაცები სოფელში დაულიე ბევრი ღვინო და ღვინო დაულიე ბევრი და საიდან ხარ იმერეთი დედულეთი მამის ხნან არ მახარ ანუ რეგიონი მაგრამ დედფხან სამტრედიაში მაქვს სამტრედია მუდამ ზიანო მე აღარ მოგზავდა არ მეგონა აი და დაულიე და ვიტირე რაზე იცი ჩემი ძაღლი გამახსენდა, ჩვენი ძაღლი მყავდა, ერთად გავსდილები ხო რა? მაგაზე მე ისე ასპირი ვარ, დათრობა არ ჭირდება. ოღონდ მაგაზე ვიტყვი და ის ძაღლი ვინც ყავდა, იმ მომენტში ის ყავდა ჩახუტებული და აი მაგაზე მე გადავდა მეორე დღე. აი ეგრე საღადაოა თუ ძმახან მაგაზე მე გადავა. მე ზაგი ცხოველებზე რა. ეხა ორი ძაღლი ხო ჩემი მყავს გარეთ ქუჩის. და იქ კიდე 6 არიან და ისინი სულ დილით ხლებიან იქ და ყველა სვაჭმედა ის და ერთ კიბუ აქვს ეხა და აი ბროტა არ ვიცი როგორ მოიქცე რა. ანუ
წავიდე მკურნალობა დაუწყო, მოკდება უეჭველივით. და ეხა თავისთვის არის დარბის, ჭამს, რაღაცები და ვეფერები და ბევრს ვაჭრობდი და რაღაცა ვინახავ სანამ ფეხები და ისეთი განცდა მაქვს ეხა რომ ეგრო მივა ბოლო მომენტამდე რა, რომ ან დააძინო რაღაცა, რომ ისე ნერვიულობ, რომ რა ვიცი. საბა, ცხეთიდან რომ გადაუფხოთ. აი, არ გვინდა შეგ ბაზარი. საგურამოსკენ იქიდან იწყება ძაღლები, არ მაზავს, ოღონდ მართლა გეუბნები. აი, გულწრფელად რო ჩამოდის, აი, იქიდან ცხეთის გადასახვევიდან რო დაიწყებს ჭამს. კარგი, ძმებო და კარგო ხალხო, საბა, მადლობა. წარმატებები მინდა გისურვო. მე მქონდა რამდენიმე კითხვა, ეს წარმატებები მინდა. შენ მე საღამოს გადაურეკ. დავამთავროთ უნდანო და მე ის იყო მადლობა მოწვევისთვის და ნოდართან მქონდა კონტაქტი და სამჯერ და სულ უცხოეთში ვიყავი და ბოლოს აი იმას ფიქრობ ხო იცი რომ აი მე ხარი ფიქრობს რომ აი ბიჭო ეგ შენი არჩევანია რა უნდა იარო ძმაო სანამ შეგილია რა და სანამ ხრები რომ კარგ საქმეს აკეთებ უნდა გააგრძელო ძმაო ეგრეა რა ეხა რა წარმატებები შენ ძალიან ბევრი და აბა ჩვენ ბიჭებს გაუმარჯო და ჩვენ ნაკრებს გაუმარჯოს სომხეთთან გამარჯვებას წინასწარ გაუმარჯოს. წინასწარ არ გვინდაო ეხა ეტყვი გამანები თავი რა. წარმატებებს გაუმარჯოს. წარმატებებს გაუმარჯოს. ეს შენ შემოძმო კი არ სვამ არა რა ვიცი რა. არა გასქვი აცო ეს ჩვენ. ჯიმშერი. პირველი ქართული ვისკი, მადლობა ჯიმშერ რო ხარ ჩვენთან ერთად და ამ უმაგრეს გარემოს რომელმაც აი ესეთი უგემრიელესი ლუდი ჩამარაკარაკებია. ლუდი და ორი ვისკი, იმიტომ არის ეს აყვარყვარებული. აყვარყვარებული შეხარ ძალიან გემრიელი. აი დღეს ამე დანაშაულები საბა წარმატებები და ბევრი კარგი წარმატებები და გერბინოს ბევრი როს და კიდე სხვა ქვეყნებშიც კიდე ტოპ ლიგებში ქართველები და ასე შემდეგ. მაგის დროც მოვა ნელ-ნელა ჩვენი ამოცანები და გეგმები გვაქვს ფეხბურთის თანაკრებო დონეზე კარგად ვითარდება, საკლუბო ფეხბურთს კიდე რა იცი, უსურვილების დონეზე ვისურვებდი. არც ღმერთია ოქრიაშვილი აი ბიბლიური ლეგენდა არის ქართული ფეხბურთის ის არის რა ქვია. ოქრიაშვილის აღარც ღმერთია არაფერი. არ გავხარე. აი ამით გემშვიდობებით. კარგად იყავით, საბა იყო ჩვენი. გამოიწერეთ ლაი, მოიწონეთ ეს ვიდეო, დატოვეთ კომენტარები. და აბა თქვენ იცით კარგად და მომავალ შეხვედრამდე. ეგ არის, ბაბოს. ასტამანიანა.